გესმით. დღეს შაბათია 22 საათი და რუსთავი 2 ეთერში თქვენ უყურებთ Prime House-ის live shows. მე კი მისი წამყვანი მარიამ სანოკო ხავარ. როგორც ხედავთ, ჩვენი უმჩვენიერესი ჟიური უკვე ადგილზეა. ტელეწამყვანი და დიზაინერი ავთანდილი. რა თქმა უნდა. უმჩვენიერესი ტელეწამყვანი ნინუთა ორჯონიკიძე. და დიზაინერი და ბიტო არტისტი დიზაინერი და ტატუ არტისტი ბიტო სეცული. ჩემი საყვარელი ხალხური ძალიან ნიჭიერი ადამიანი ასევე და ახლა კი უკვე დრო არის რომ სტუდიაში მოვხმოთ ადამიანებს რომლების შესახებაც მთელი საქართველო უკვე ყოველ დღე ლაპარაკობს 24 საათის მანძილზე მათ ჩვენ ეკრანებს მიგვაჯაჭვეს უკვე 10000-ობით მაყურებელი 24 საათი მათ უყურებს YouTube live-ის მეშვეობით და მათ ცხოვრებას განიხილავენ მოკლედ ყველანი ჩართულები ვართ მათ ცხოვრებაში და მინდა მოვხმოთ ჩვენს Prime House-ის მონაწილეებს შეგებეთ ანი ყიფშიძე პატრიკი ავთანდილ ჯაფარიძე სალომე კაპანაძე ქეთი ჩერქეზია თეო კოჭლამაზიშვილი თეონა წიწაკიშვილი ლიზი ქანიაძე და ჩვენი სამი აუთსაიდერი როიალ გოდვინი ნომრით 0903 ლაშა მაზანაშვილი ნომრით 0903 და გიორგი ნაზღაიძე ნომრით 0903 არა ახლა კი ქეთევან ჩერქეზია აქ არის ქეთევან მოგესალმებით გამარჯობა კარგი მოდი დავიწყოთ ყველანი ადგილზე ხართ ყველანი ლამაზები ხართ მშვენიერები ხართ და დავიწყოთ მოდი განხილვა იმისი თუ რა მოხდა ამ კვირის მანძილზე რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და დავიწყოთ მოდი ყველაზე ცხელი ჩხუბით ეს კონფლიქტი რა თქმა უნდა კვლავ ერთ-ერთი მისი მონაწილე იყო გიორგი ნაზღაიძე და ამ შემთხვევაში სხვა შორის ჩემ და გასაკვიროთ პირველად გამოვიდა წყობიდან და კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა სალომე კაპანაძემაც. მოდი ვნახოთ ვიდეო შემდეგ განვიხილოთ. არა, წესებშია. ეგ არავინ არავის ოჯახის წევრს არ ახსენებს. არანაირ კონტექსტში. აქ რაღაცები ვერ გაიგეს კიდე და მოდი გავაგებინოთ. სალომე და წუპაკამა შეკრესო პირიო. სალომე და წუპაკა რო არისო, ხო იციო? მაგათ შეკრესო ყველაფერი. ახი ესე ფიქრობს, რომ აი კოალიცია როგორ შექმნას გარედან ჩვენ. და შენ რატომ მიეცი თავისუფლება? ერთი წამი მომისმინა ხა, მე ხმა არა მომიღია არასდროს აქ, რაც არ უნდა ყოფილიყო. არა, თუ მინდა აზრი ხომ დავსქვა? შენ თავს რატომ მიეცი უფლება ჩემი ოჯახის წევრი? შეყვარებული. ჩემი ოჯახის წევრი ხო? ჩემი ოჯახის წევრი არა. სკრინებით მოდიოდა რომ ჩემ კახის ძმაც და ყველა აქტიურად უმესიჯებთო ლაშასო და ეს ლაშასო უმესიჯებს ჩემი შეყვარებული არის ინდივიდი ცალკე ადამიანია რომელიც უნდა ლაშას და უმესიჯებს უნდა ანის და უმესიჯებს და შენ დაგიმესიჯებს გავიგე რაც მითხრეს უბრალოდ ის გავაჟღერე ბევრმა მომწერა და უბრალოდ გავაჟღერე გიორგი ბრალდება როცა ამბობ რომ სალომე და წუპაკა სალომე და როდის მე ჩემთვის ტელეფონი რომ მოაქვთ მე ვიღებ ამ ტელეფონს კახის ურეკავ და ჩვენ გეგმავთ ერთად როგორ გავაგდოთ გიორგი ნაზღაიძე მე ვიდეოზე დაყრდნობით გეუბნები იქ არ მაგის თუ არ გჯერა შეიძლება ბევრი გზა იყოს იმისა რომ ვიღაცას უნდადეს ვიღაცის ერთი წამი მე შენ გეკითხები ნახე კითხვა
ისმება კონკრეტული. კონკრეტული კითხვა ისმება. შენ რა არის ეს? შანსი არის იმისა, რომ გინდოდეს, მე რა ვიცი. აი, წავი, დავიღალ. ეხა ისე ერთი წამი. ხო, როგორც ყოველთვის. ისე წერება, რომ რაღაც რომ უნდა თუ დაამესიჯონ იმაზე, მაზანას იმაზე, რომ მე მომიშორონ ეთერ, ანუ იმიდან. მონაწილეები არიან გაერთიანებულები გარეთ. როგორი დაარწმუნებულები სალომე, მე საერთოდ ვერ ვიგებ ამას რა ხო ვერ გაიგებ, გიორგი, ვერ გაიგებ, როგორ აგიხსნა, რომ ჩემ ოჯახის წევრს ნუ ეხები, ოჯახის წევრს გიხსენებ და შენ მეუბნები, გიორგი, შეყარებულია ოჯახის წევრი არ არისო. ოდიში მოუხადე და სულ ზოია. შვილო არა. ხმერთო გავიქეცი, მიშველეთ. გარბივას. აი, თო მართლა იმენა. ვაი, აქ დავდგები. არა, მართლა რა. ისევ წვიმს, ისევ ღამეა დარირა. სალომე, პირველ რიგში შენგან მინდა დავიწყო და მომიყვა კონფლიქტის დეტალები, რა თქმა უნდა, და რამ გამოიწვია შენი გაღიზიანება გიორგისთან მიმართებაში. კი ბატონო. მე არ ვაპირებდი საერთოდ არც ჩხუბს, არც კამათს. და იმედია ბოლოა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეგეთი ვარ ხასიათებით. მე ამ პროექტში შემოვედი მარტო. თუ ვინმე ჩემთან რაიმე კითხვა აქვს, უნდა მოვიდეს ჩემთან და მე მკითხოს. მე დამადანაშაულოს, მე კამათოს, მე ჩხუბოს, ანუ მე. და არა მესამე და მეოთხე ადამიანს. იმ ადამიანს, როცა ახსენებ თან ცუდი კონტექსტით და ის აშკარა იყო, რომ ცუდად იყო ნათქვამი. რა გააკეთოს იმ ადამიანმა? მიწევს ისევ მე, ხო? გარკვევა საქმის, რომ რა მოხდა. გიორგისგან შევნიშნე, ანუ მე ვიდეოს რო უყურე, უკვე მივხვდი, რომ გიორგისგან დაირღვა ორი წესი. ერთი წესი, რომელიც არის შიდა წესი, რომ ჩვენ არ ვამყარებთ ახლა ურთიერთობას ჟურნალისტებთან და გიორგი ამ შემთხვევაში ეჭორავება ჟურნალისტს და მეორე წესი არ ვახსენებთ სხვის ოჯახის წევრს, არც ერთ კონტექსტში. კარგი, მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს კარგად განვუმარტოთ. აქ არის საუბარი სალომეს შეყვარებულზე, კახიზე, იგივე ცუპაკაზე, რომელიც გიორგიმ ახსენა სწორედ ზემოხსენებულ ვიდეოში. კი ბატონო. გიორგისგან გაჟღერდა ასევე ის, რომ შეყვარებული თურმე არ არის ოჯახის წევრი, მეგობრებო. მე ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს მინდა შეყვარებულს დაუძახებ, მინდა ქმარს დაუძახებ, მინდა მეუღლეს დაუძახებ. ეგ შეკერდა გადამიწყვიტო. მაგას მეგეუბნები. იურიდიულად შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი. და თან აქვე შეგახსენებთ, რომ წესის მიხედვით თქვენ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ, შეიძლება არ გესიამოვნოს ინტონაცია, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენოთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს ამის უფლება არ გაქვთ. რაც ამ ვიდეოში მე პირადად ვერ დავინახე. ეს არ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ იყო სიტყვაობა. ცუდ კონტექსტში მოხსენიება. და აი ძალიან დიდი ბოდიშმარა ეს რა ქვია, ხელმოწერილი ფურცლებით მტკიცებას ვერავის ვერ დაუწყებ, მე როგორი ბედნიერი ვარ. არ დარღვეულა ამ შემთხვევაში. ვისი კარგი, გადასახადი და გიორგი, როგორ. მოდი შენგანაც მინდა მოვისმინო ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი. გადავახო ამბავად უკან. როდესაც სალომე აღშფოთდა და იქ ემოციები გამოხატა, როდესაც მაგინებდნენ დედას და სალომე იქიჯდა, მაშინ რატო არ იყო ეს აღშფოთება. როდესაც მამაჩემზე გადაობდნენ 75 წლის კაცზე, რომ თვითონ სპონსორია და ამესიჯებს და რაღაცებს, მაშინ რატო არ აღშფოთდა სალომე. როდესაც ვაჟბატონმა როიალმა ამ კონფლიქტის შემდეგ სალომე სადაც ზის ფეხი გადადებული და იძახის თურმე შვილიო არ არისო, მისიო კანონიერიო და ეხა რომ ვაგინო. ეგ არ მithქვა. რა? ჩანაწერია. ჩანაწერში არ არის. ტელეფონი, მომიტანეთ ტელეფონი. მოდი გაგახსენო რა. ერთიდან გაჩვდი, მე მეკითხებენ, შენ არ გეკითხებენ. მომიტანეთ ტელეფონი, სადაც არის გადმოგზავნილი, როგორც დგება როიალი, სამზარეულო მისაღებ ოთახში. სადაც იძახის, რომ მისი შვილი ხო არ არის, ერთი წამი. ჩვენ ახლა სხვა თემას გამიხილავთ. არა, ერთი წამი. ამ კონკრეტულ ვიდეოს. მაშინ რატო არ აღშფოთდა არავინ? იცით არის პარალელების გავლება ამ შემთხვევაში არაფერს არ მოგცემს, რადგანაც კონკრეტულ кейსს განვიხილავთ, ეს იყო შენ და სალომეს კონფლიქტი. სალომეს შემთხვევაში სალომეს შემთხვევაში დავამატებ ერთ რაღაცას. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ეს იყო მსგავსი შემთხვევა, ეს ძალიან ცუდია, ამას დავამატებ შემდეგ განვიხილავთ. ახლა კი მე მინდა აუცილებლად შენ სალომე წერან ახსენე
აღსენის, რომ ის ადამიანი პროექტში არ იმყოფება, მაგრამ ჩვენ დღეს ვაძლევთ კახის საშუალებას, რომ იგივე წუპაკას რომელიც არის სალომეს შეყვარებული, ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქვას თავისი აზრი. მოგესალმებით, კახი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ეხლა ნახეთ რა, როგორაა. მე გიორგი არ ვარ მოთამაშე. მე ვარ ჩვეულებრივი შოუს მაყურებელი. რომელიც აქტიურად შემონაწილე, მაგის ჩემ გულშემატკივრად აკადემიაში შევაპარაკოდი, არ შეგაწყვეტინე, ხო? ნუ ეხლა მე იცი რა, მე ვარ მონაწილე და შემიძლია საუბარში შემოვიდე. კარგი, გიორგი, ძალიან საშუალება რომ ეს სიტყვა თქვა, მაშინ დამოწმაგას საუბარი. ხო. მე ვარ ჩვეულებრივი მაყურებელი, გიორგი. მე მაქვს იმის საშუალება თქვენთაგანი, აი 12 10 ხართ 12 დარჩენილი ნებისმიერზე შემიძლია მე ჩემი ემოციიდან გამომდინარე დაუდგე გვერდით. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი მაზანას მიმართ ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს მოიგონე რაღაც ის რომ მე და სალიმ კოალიცია შევქმნით. კი, მე და სალიმ კოალიცია შევქმნით და ვიკი ბლოკნოტში იწერდა. კარგი, მე ანუ მაგის თქმა გინდათ მე ნახე მე რა, გიორგი, ეხლა აგიხსნი ეხლა მე რა, ნახე მე შენთან არანაირი შემხელობა არ გამაჩნია გიორგი და შენ ჩემზე იძახისეთ რაღაცას რომ რაც არ არის რეალური გიორგი ხტები? არის მაყურებელმა გადმოაგზავნა მიმოწერები როგორ აყენებს შეურაცხყოფას გიორგი მაყურებელმა იცი რა გამომიგზავნა სანამ შოუში მოვიდოდი? თქვა რომ ეს არის ახალი კოალიცია. გიორგი იცი რა გამომიგზავნა მაყურებელმა სანამ შოუში მოვიდოდი? მე ის გავაჟღერე. მე არავის არ მე უბრალოდ რაც მითხრა გავაჟღერო ის გავაჟღერე პირდაპირ და ეს იყო და ის გიორგი გიორგი რა გამომიგზავნა მაყურებელმა სანამ მოვიდოდი? რა პრობლემაა ძალიან ჩვეულებრივად მამატებენ მე პირადად ჯგუფში Facebook ჯგუფში მამატებენ თხოვენ ნომერს და მირიცხავენ გიორგი 5 ლარს მე გაიგე მე ეს რის გამო ვერ გავიგე აი ესეთი რაღაცები აი სად ანუ მე მოდი რა განგვიმარტო ეხლა რადგან ცოტა გაუგებარია ალბათ ამაზე პარალელი ეხლა ვიგეთ მე შოუში არაფერ შვაში არ ვარ და ეს ეხა მე რა ვთქვი ესეც არაფერ შვაში არ იყო ხვდები სად გავავლე პარალელი ხალხმა გადმოაგზავნა მიმართვებით ანუ შენ მივხვდი მე სად გავავლე გავაჟღერე მე მე რამე შეურაცხყოფა კი ანუ მე მეუბნები რომ თურმე მე და სალიმ შევქმნით კოალიცია თავი შეიკავე კაცი 24 საათი წორა შენ მართლა მაგი მე გადავწყვიტე ისაუბროთ ყველა მონაწილე და უბრალოდ ჩემი დრო რომ მოვა სიტყვით გამოსვის ამ დროს მინდა მაყურებელს მიმართო და ჩემ გულშემატკივრად აქ დავამატო და შენ ისაუბრონ ბავშვებმა კარგი, გასაგებია, გმადლობ, მაგრამ მანამდეც მექნება შენთან შეკითხვა აუცილებლად. ვაშა, შენ გაკითხე, შენი აზრით რა გახდა ამ გაუგებრობის მიზეზი და რატომ ადანაშაულებს გიორგი სალომეს და წუპაკას? ბრალდება ზოგადად დანაშაულია და ცვლი რომ შეურაცხყოფა. ბრალდება მე მაგალითად 100 SMS-დან 90 შენზე მომდის, მაგრამ არაზოს დავამდგარ ვარ და არაზოს არ მithkomს კამერებთან რომ ეს გიოზე მომწერეს. იმიტომ რომ შენი არც გარე ცხოვრება მაინტერესებს, არც წარსული და შიგნით სადაც ვარ პრაიმჰაუსში, იქ უნდა მანახო შენი შესაძლებლობები. იქ არ მაინტერესებს ძალში არის. მადლობ. რაიალ, შენი აზრით მაინტერესებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და რა თვლი თუ არა სწორად გიორგის დამოკიდებულებას? პირველ რიგში მინდა იმაზე გავაკეთო კომენტარი ისევ ტყუილ ბრალდებებზე. მე თან ვიტყვი სად არის ჩანაწერი. გიორგი რა ახდა და ცეკვები პატარა ბავშვი დაიწყო აუზე, მოვედი კამერასთან მაგ მომენტშივე და ვთქვი რომ კანონიერად არც მაგიშვილი არ არის მაგიშვილი, მაგრამ ჩვენ მაგაზე არ ვიღებთ ხმას, იმიტომ რომ ადამიანობას ვიტოვებ. სიტყვა ვაგი, ტელეფონი მომიტანეთ, მაგ ვიდეო ტელეფონი. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა ამ საკითხს. გასაგებია, ეს მე იცი რატომ, იმიტომ რომ ეხლა არის ეს თემა განსახილველი. დაუბრუნდეთ იმ თემას, რასაც განვიხილავთ. ეს არის სალომეს და წუპაკას შესახებ გიორგის ბრალდება როიალ. ხავ დაუბრუნდი კონკრეტულად ამ საკითხს. დაბალი დონის აქციელი ბავშვს ეხებიან რომელიც არ უნდა შეეხო შენ ბავშვს პირიქით გადახეს რომ არ უნდა გიორგი ილაპარაკო ძალიან თავი შეიკავე რადგანაც ჩვენ ახლა განვიხილავთ კონკრეტულ ამ შემთხვევას როიალ ხო ამ შემთხვევაზე გააკეთეთ ადამიანობაზე არის ხო შეიძლება წესებში არ დაფიქსირდა შეურაცხყოფა მაგრამ ადამიანურად შენ რატო ლაპარაკობ სხვა და ფაქტიურად აბრალებ და ჩორეკანასავით აი ეს ჩუმჩუმად თურმე რა იცი რა ხდებაო ანუ რატო უნდა ახსენო სხვისი შეყვარებული და მე იღადაო რომ კანონიერად კმარი არ არის ჩემი შეყვარებულზე შენ რა მოიღო ხმა მე დავარღვევ წეს ხო და ეგ ხო პროვოკაცია არის კი ნამდვილად
შვილზე რომ ამოიღე, მამაში რამე. მე შენ შვილზე ცუდი არაფერი არ მითქვა. მომიტანეთ ტელეფონი კიდევ ერთხელ ვიძახით. ტელეფონში დევს ჩანაწერი, სადაც აღღებეს. მაინც შვილს რო შევაგინოთ, რა იქნება? არ მითქვა ესე იდეას. ლაივი როგორც კი დასრულდება, ამ თემას აუცილებლად გავინვიხილავთ და მიუბრუნდებით. ახლა კი მოდი ამ კვირის მთავარი მოვლენები გავინვიხილოთ და არ გადავიდეთ წარსულზე. და კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კონფლიქტი, რომელმაც გამოიწვია შემდეგ უკვე 3 ადამიანის აუთსაიდერების სკამზე დაჯდომა. ლაიქ დისლაიქის შეხვედრა ვნახოთ. ჩვენი მოწონების და არ მოწონების შეხვედრა უკვე დაიწყო. როიალ, გთხოვ გამოდი და დააფიქსირე შენი ხმა. ჩემი არ მოწონება გიორგის. იმას როგორ გაუხარდა იმას იქით კუთხეში. ჩემი ფანია ბავშვი. ვის გაუხარდა? აი იმას კუთხეში პირველი ტაში იმის. მე ლაშა მქვია და პირდაპირ დააკვირდეთ პირველი ტაში ვისგანაც არის, ესე იგი ის არის ძალიან ბედნიერი. ლაშა ძალიან გაგიხარდა გიორგის დისლაიკი და რაღაცების დამტკიცება გინდა და რავი მე მოგცემ შანსს რომ შენ თუ გაქვს რაღაცები დაამტკიცეს. ჩემი დისლაიკი მაზანას. ვთვლი რომ არის სწორი ტაქტიკით თამაშობს. ეხა აი გიორგი შენ არ გეხები, შენ არავის არ ქონია. შენ არ ფიშვა. როგორ ოთახში უხერხულობისაგან გამოვედი, კაცი ფურცელზე რაღაცეებზე. კაი, არ მინდა ჩუმათო. არ მინდა, არ ეწყობილი. მე გიორგი არავინ არ ქნის. ფურცელზე რაღაცას წერდი. არ მაინტერესებს. დაინახეთ. შეურაცხყოფილი ვარ. სახში ერთი ფურცელი არსებობს თუმე, ძალიან შეურაცხყოფილი. ეს ანუ არ მოწონება მოკლედ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ვერ ხედავ შემდეგ ტურებში. და ეს ადამიანი არის ეს ადამიანის ავთო. წარმატებები გიორგის. მივცემ შანსს, რომ გაიყვნენ 2 ადამიანი ერთმანეთში. ეს ვერ გავიგე. თქვით რა სიმართლე იქონია და თქვით რა სიმართლე, რა უკვე დამღლელია, რა ის სპექტაკლები ხან იმასთან, ხან ამასთან, არ გით რა ხავ. და ჩემს არ მოწონებას უწერ ადამიანს, რომელიც 24 საათი გიორგის ტვინს უბრყავს, ეს არის მაზანა. რადგან თამაში გინდათ რომ არიოთ და საინტერესო უფრო მეტად გავხადოთ, ჩემი არ მოწონება როიალს. ზემოთ, პირველი. ახლა თქვენი მეგობრობა დაინგრა, ახლა უნდა გადაწყვიტოთ, ავტოდადგება თუ როიალი. ახლა ვნახავთ. რა თქმა უნდა, ლაშას ყავს ყველაზე მეტი დისლაიკი, დავუწერ ლაშას. დაუწერ მაზანას. ჩემი აზრით ესე არაფერი არ შეიძლება. მე არაფერს არ მეშინია, ამიტომ მაზანას დისლაიკი. გასაგებია, მადლობა. შენს ბოროტებას გიორგი მე საზღვარია. ძალიან დამღალა ამ გოგომ ამ ბოროტების ფიჩებით რა. ვიღაცა მუხათო შეცვალოს ეს ფიჩები. მე და შენ რა ეხლა პროექტი არ ვიყო, ცოცხლად გადაკლაპავდი გარეთ რა. მგონია რომ უფრო ძლიერი კონკურენტი იქნება როიალი. როგორც ხედავთ, გიორგი ნაზღაიძე უკვე მე-13 აუთსაიდერის სკამზე, რაც სიმართლე თუ გაინტერესებს, დიდად არ გვიკვირს, მაგრამ დანარჩენი შემადგენლობა მეც და როგორც მაყურებელს, ასევე ძალიან გასაკვირი არის. ლაშა, შენ მიიღე საკმაოდ ბევრი არ მოწონება. მაინტერესებს შენი აზრით, რატომ დაიწერეს შენმა მეგობრებმა ამდენი არ მოწონება? ზოგადად ჩვენი პროექტი ძალიან გავს გარეთ ცხოვრებასაც გარეთ ხდება. ალბათ ყოლიათ მეგობრები, რომლებსაც გვერდით დაუდექით, დაიცავით და შემდეგ რავი ესეთი ზურგი გაქციეს მოკლედ რა ვთქვათ. მაგრამ ყველას აზრი შემდეგ გავიგე და მივხვდი რომ ხელები შემაწმინდეს თურმე. ანუ ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ დისლაიკი დამიწერეს გაურკვეველი მიზეზის გამო. უბრალოდ რომ ქონდა ბევრი დისლაიკი. გასაგებია, გაქვს ვინმესთან წენა დარჩენილი ამ ყველაფრის გამო? ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მე ხო რატომაც მაგის დისლაიკი. პირის მანძილზე არაერთხელ გაჟღერდა, რომ ეს არის კოალიცია გიორგი ნაზღაიძის წინააღმდეგ. ლაშა, არის ეს ასე, ეს გიორგის წინააღმდეგ არის მიმართული თუ უბრალოდ შენი არ მოწონება? ჯერათ კიდე ამ ადამიანის რამე სიტყვის ან რამე ისტორიის არავის არ ქონია იმის განს და იმის ლაპარაკი ერთმანეთში, რომ გიორგისთვის დისლაიკი დაეწერა, ან ჩემთვის, იმიტომ რომ გიორგი გაგვექთო. არ ყოფილა სადმე თუ მანახეთ მაგ ფაქტს, აუდგები და ჩემით გავა. გასაგებია, მადლობა. ალფანგელ, შენთან უნდა გადმოვიდა შეკითხვით, რადგან შენ და ლაშა საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ პროექტის მანძილზე, როგორც ჩვენ ხედავთ გვერდიდან. რატომ მიიღო შენგან არ მოწონება? ლაშამ ჩემგან არ მოწონება რატომ არ მიიღო? მე მგონია რომ იმ ადამიანებს შორის ვინც ლაშა მე ვიყავი პირველი რომელმაც ლაშას დაუწერა დისლაიკი და სიმართლე გითხრათ მე ვიცი ეს მიზეზი რაც არის და ლაშამაც იცის და არ ვთვლი საჭიროდ რომ გავაჟღერო.
ანუ ჩვენ არ გაგვიზიარებთ მიზეზს თუ რატომ დაახსახელა ლაშა. მაშინ ეს უკვე აჩნეს ეჭვს კოალიციისგან. კოალიციის რისი კოალიციის მე გიორგისთან საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ჩანს ეს კარგად. ნუ რაღაცეები რაც ხდება, მე შეიძლება პოზიცია ჩემი დავაფიქსირო, მაგრამ მე პირადად გიორგისთან საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და მამას ანუ ვიტყვი რომ ესე არ არის, მაგრამ ანუ მე თუ ლაშას უწერ დისლაიქს ამით ვერაფერს ვერ შევცვლიდი, ანუ რატო აკავშირებთ ამას კოალიციასთან, ანუ რითი შეიძლება დაკავშირდეს ეს კოალიციასთან, მაგასაც ვერ ხვდები. რა კავშირი აქვს მე თუ ლაშას უწერ დისლაიქს და მე და ლაშა მიცთან. შენ და დანარჩენმა 6-მა ადამიანმა ლაშას დაუწერათ არ მოწონება. იმის დამოიხედავთ, რომ თქვენ რეალურად პროექტში საკმაოდ კარგი და კონფლიქტური ურთიერთობა გაქვთ. მაინტერესებს რატომ სალომე მითხარებ? დისლაიკი რომ დავწერე, განმარტე კიდეც, რომ ამ ორ ადამიანს შორის არის სხვადასხვა აზრი. აი, ყველა თემასთან დაკავშირებით ორივეს აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვითამაშეთ თამაში, უბრალოდ მოდების ჩვენება. სადაც ლაშამ, ნუ არ ჩაიცვა, რაც უნდა ჩაიცვა სიტყვაზე კაბა, ეს თავისი სურვილია. გიორგი ამაზე აყვარას, ქვია შენ კაბას არ იცმევ. ამის გამო შეიქმნა კონფლიქტი. რატომ უნდა ვიდგეთ 9 მონაწილე და ვუყუროთ ამ კონფლიქტს და ჩაიშალოს ჩვენი მოდების ჩვენება, ძალიან უდარდელი და ესეც სახალისო თამაში. ვიღაცას რაღაც რო არ მოწონდეს, უბრალოდ გაიგოთ, გასაგები იყოს, რომ ყველაფერი არ მოეწონება. კონფლიქტის გარეშეც შეიძლება ეს ყველაფერი. კი. მე ვიჯექიქ და მიხაროდა, რომ ჩემი მეგობრები კარგ ხასიათზე იყვნენ. ანუ მე პრობლემას არ წარმოვიდგენ. უბრალოდ მე არ მინდოდა, თორე ამათთან პრეტენზია არ მქონდა დაჟე. ვიჯექი და მიხაროდა მეც. მადლობ ლაშა. როიალ, შენგანაც მაინტერესებს, რატომ დაუწერე ლაშას არ მოწონება? რა კოალიცია ხალხო, რომ იმას დაფას გადახედეთ, ერთი დისლაიკი მქონდა მე, ერთი ავტორს. წინასწარ ვაპირებდი, როგორც ანუ თავიდანვე უკვე ვიცოდი ვის რა უნდა მივცე. გიორგის მივეცე ლაიკი, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური იყო, ნუ როგორც ბოსი, მივეცე ლაიკი, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური იყო სახში, საჭმელის კეთება დავაგება, ანი იყო ყველაზე არააქტიური. მაგრამ დაფას რომ უყურებ, ხო? ავტო ერთი დისლაიკი, როიალი ერთი დისლაიკი. ანის რომ მივეცე დისლაიკი ვიცი რომ ანუ კეთისთან ჩვენ მე და ავტო უფრო ახლოს ვართ და ანი გაიცირება. მივეცე მაზანას მეთქი, შენ და მივეცე დისლაიკი მე დავუჟდები. გასაგები აქვს, მადლობ. პატრიკ, შენგანაც მაინტერესებს, რატომ არჩიე მაზანა შენი არ მოწონების კანდიდატად? იმიტომ რომ დაბრუნდა პატრისია, აღარავისთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს. ყველასთან მაქვს ნეიტრალური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვერ მივხვდი ვისთვის შეიძლებოდა რომ დისლაიკი დამეწერა. ვიცი რომ მე ის პასუხისმგებლობა რაც სამშაბათს მაგისტრია რომ ავირჩიე ერთი ადამიანი რომელიც მე მინდა რომ იყოს აუთსაიდერი ან მე ვეღარ ვხედავ პროექტში ეს მოვიხსენი ეს ვალდებულება და უბრალოდ დავწერე აუთსაიდერი ისეთ ადამიანზე ვიზეც აღარაფერი აღარ შეიცვლებოდა. ანუ ის მაინც იყო აუთსაიდერებში უკვე მოხვედრილი და ჩემი დისლაიკი მე ბოლოს ვიყავი და აქედან გამომდინარე ეს ამ შემთხვევაში ესე დავწერე, მაგრამ აი მინიშნებას მოგცემს და შემდეგ სამშაბათს ვიცი უკვე ვისაც უნდა დავუწერო დისლაიკი. გასაგები აქვს, მადლობ. მე თუ მეუბნებიან რომ თამაშია და როცა თამაშობთ კაბის ჩაცმას, მაგალითად უნდა სიტყვაზე რა უნდა ჩაიცო. მაშინ ამ დაფაზე რო გადიხარ, მაშინ თამაში რატო იკარგება და რატო უნდა მიცე დისლაიკი ისეთ ადამიანს, ვისაც ბევრი აქვს. გასაგებია, როგორც ხედავ, ლაშას ცოტა იწყინა პატრიკის არ მოწონების დამსახურება და ახლა უნდა გადავიდეთ ქეთისთან შეკითხვით, რადგან ქეთი შენ იყავ ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ როიალი დამჯდარიყო ამ სკაუტზე. შენ ქონდა არჩევანი ავთანდილს და როიალს შორის. რატომ არჩიე როიალი? მადლობა მარიამ. იმიტომ მავარჩიე, რომ გონია უფრო თანაბარი შანსები აქვს სამივეს ჩემი აზრით და უფრო სამართლიანი იქნებოდა სამივესთვის. ავთოს კი ეწყინეს ჩემი თქმა, მაგრამ ანუ ავთოს არ ვთვლი სუსტ მოთამაშედ ნამდვილად. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩავთვალე საჭიროდ, რომ როიალი უფრო კონკურენციას გაუწევდა, უბრალოდ ერთიანი თანაბარი კონკურენცია იქნებოდა და ჩემთვის ეგ უფრო რაღაც სამართლიანი ავთანდილ, შენთან და გადმოვედი შეკითხვით. რადგანაც ინტერვიუებში აღნიშნე, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურსანტი ხარ და არ გეშინია სხვადასხვა წინააღმდეგობების, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ქეთის უნდა მიიღო გადაწყვეტილება, როიალმა გამოთქვა სურვილი, რომ მისთვის მიეცა ეს არ მოწონება. შენ არ გამოგითქვა სურვილი? იმიტომ რომ როიალი სანამ ის დასახელება იქნებოდა, მანამდეც გამოთქვაოდა და სურვილი ჰქონდა დიდი, რომ გიორგისთან ერთად ყოფილიყო
აუთსაიდერებში და ეს მისი სურვილი იყო დაახლოებით პროექტის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ და სულ გამოთქვამდა ამ აზრს. აქედან გამომდინარე მე სიმართლე გითხრათ, რაც უფრო გვიან დავჯდები აუთსაიდერების კანზე, ჩემთვის უკეთესი იქნება და აქედან გამომდინარე თორე მინდა აღვნიშნო, რომ როიალის არის უძლიერესი მოთამაშე და ჯერა როიალის, მაგრამ ანუ ვფიქრობ, რომ მე ძალიან ძლიერი მოთამაშე ვარ და უბრალოდ არ შევადარებ თავს, რა ძალების შედარება ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი ამ შემთხვევაში. თუმცა ამბობ, რომ შენ საკმაოდ ძლიერი კონკურსანტი ხარ და შენ საკმაოდ დიდ კონკურენციას მე ესე ვთვლი კი. მაგრამ ხარ თუ არა დარწმუნებული, შენ თავში ეგ არის საინტერესო. მე შენ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარ. გასაგებია. გიორგი, მოვედით შენთან კითხვით. შენი აზრით, რატომ მოხდა ლაშა მაწანაშვილი აუთსაიდერების სკამზე? მოკლედ თქვა თუ გცლად თქვა, აღარ ვიცი. მოკლედ ვიტყვი რა და ვფიქრობ, რომ აღარ არის საჭირო. ანუ მორიგი სპექტაკლი იყო ეს, მესამე სერიაში ვართ ეხლა ჩვენ რეალურად და ეს არის მეტი არაფერი ჩემთვის. მოკლედ და კონკრეტულად. გასაგებია, მაინც მგონია რომ შენ ფიქრობ, რომ ეს არის კოალიცია. ფიქრობ თუ არა? სპექტაკლი რადგან უწოდე თავისთავად კოალიცია ეს. კარგი, მადლობა ძალიან დიდი. ჟიურისთან უნდა გადავიდე ახლა და მინდა შეაფასოთ ჩვენი აუთსაიდერების განლაგება, რამდენად იყო თქვენთვის მოსალოდნელი და რატომ დაასახელეს თქვენი აზრით მაზანა და როიალი? დავიწყო? მოკლედ ესე იგი ჩვენ ცალკე თქვენ ხო კამათობთ და ჩვენ უკვე ცალკე კამათი გვაქვს აქ, იმიტომ რომ ძალიან რთული მოცემულობა. მე საერთოდ რომ ვუყურებდი, ვერ გავიგე რა კომბინაცია გადათამაშდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ხო ვთანხმდებით. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეების ხედან დღეს აქ. არც ერთის დაკარგვის სურვილი პირადად მე არ მაქვს. და აი უკვე წინასწარს ხედავთ და ვფიქრობთ, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ვერ ხვდები უბრალოდ მაზანას შემთხვევაში რატომ აიღო ამდენი დისლაიკი, ხო? ნუ გიორგის შემთხვევაში უკვე დავეჩვიეთ, რომ გიორგი ტრადიციულად შაბათს 10 საათზე ამ სკამზე უნდა იშდოს, ეს უკვე ვიცით და აი მაზანას მიმართულებით ცოტა ვერ მივხვდი, მე მესმის რასაც ამბობენ, რომ აი ერთი დისლაიკი დაიწერა, უკვე ჩემი არაფერს აღარ შეცვლის, მე რომ ვიღაცა სხვას დაუწერა, უკვე აი მაგალითად ანას ან სხვას ავთოს უნდა გაუზარდოს შანსი, რომ იყოს აუთსაიდერებში. თუმცა ეს ისე არ მგონია სწორი. მე ამას თავდაპირველადაც ვამბობდი. ძალიან გთხოვთ, რა მართლა ვისთანაც თქვენ გიჭირთ თანაცხოვრება, ვისაც თვლით, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც იმსახურებს იქ. არ გვინდა ჯგროს პრინციპით, მოდი რახან ეს ვიღაცა მავრჩია, მოდი ყველა მივცემთ ახლა ამას ხმას და იყოს აუთსაიდერი. თქვენ ვინც არ მოგწონთ პირადი კონკრეტული მიზეზების გამო, არ მოგწონთ გულისხმობ, აი საქციელი შეეშალა, არა ადამიანური იყო, მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე დაწერეთ და იყავით უფრო სამართლიანები. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მადლობა. ლაიქ დისლაიკის შეხვედრის შემდეგ სახლში დაძაბულობა მოიმატა, რა თქმა უნდა და კიდევ ერთი კონფლიქტი მომწიფდა. ეს იყო გიორგის და როიალს შორის. გთხოვთ ნახოთ ვიდეო. შაბათ დამაჯინეთ. თქვენ წვინი მართლა არა, არ გეწყინოთ, რა ეგ უტვინობაა თქვენ რასაც აკეთებთ. შეურაცხყოფას მაგენებსთან, არაფრის გამო ვაფშე. შეურაცხყოფას არ გეუბნებით, ცუდი გაგებით, პირიქით, შევის სახით გეუბნებით. რას მეუბნები, გიორგი? მე ვიღაცა იქ სიმართლე რასაც გულისხმობ. ადამიანები განა არ სწორდებიან. შანსიც არ უნდა მისცე გამოსწორების. ანუ ტიპ გონია რომ მაგის წრეზე წრეალის ეს მსოფლიო. ატარები ხარ, სული პატარა. გაიგეცი. მაგის თუ კაცი იყო სიმონ, მან გაეცა პასუხი. აი, როგორც გინდა გადაწყვიტე. როგორც გინდა გადაწყვიტე. ხო, გაიკეთე. ბოროტებთან ვერ ჯდები. აი, ესე გადიხარ, გადი. ბოროტი, ნარი, პ***ლის ახოდები თამაშობს, ქალებს ჩაგრავს, თურმე ვიღაცას დასი. რა სეკონდაჭა, ბოროტ ადამიანთან რას დამაჯენ და ვიღაცა რაღაცას გიბა. არ გაგდებენ აქ. რა არა, მაგიდის მეტი რა გაქვს. პროსტა ბოროტები თქვენ ხარ. ვინ ვარ ბოროტი? თქვენ ხარ ბოროტი. აი, ბოროტი ხარ, აბა რა. რავკენი ბოროტული, რატო ბოროტები, რასაც აკეთე, ბოროტი. რატო გარბი ხარ? ეხა ამის მერე ბოროტები ხარ, აბა რა. ბოროტები ხარ, როქჩაგროვ, ტირი ხარ კამერასთან. ბოროტები ხარ, ბოროტები. რავკენი ბოროტული რა. რასაც აკეთებ, ეხა ბოროტები. რავკენი ბოროტული. მეტი არაფერი. ნუ გარბი ხარ, ვაიმე. კი არ გარბიო, რავკენი ბოროტული, მიფასუხე. მომისმინე, ბოროტი რო ხარ, იმ ოთახში ვიჯექდა რომ შემოხედი, გამოვიდე, შენ გამომხე, ანუ ბოროტთან ერთად ოთახში ყოფნა არ მინდა. კი არ დავიწყე, გითხარი და მორჩა. ვაიმე, შენ გიჟღარ, რავკენი ბოროტული შეგიძლია. ბოროტები ხარ, ბოღმიანი სუსტი ბოროტები.
როიალ, მაინტერესებს გარკვე რაქენი ბოროტული. ბოდიშ ვიცი ვერ გავიგონე. მაინტერესებს გარკვე რაქენი ბოროტული. ასე არ ვარ. მაგრამ ისმის რომ კადრები, მაგრამ კადრები კი არ ჩანს, მარტო ისმის. გასაგებია. თუ ძალიან ბოდიში, თუ კოალიციური რაღაც შეთანხმება იყო. როდესაც გიორგიმ როიალს დაუწერა დისლაიკი და ფაქტობრივად დასვა აუთსაიდერობის გამს. დანარჩენმა მონაწილეებმა რატო არ გადაარჩინეს როიალი და სხვას არ დაუწერეს დისლაიკი. მაშინ მაგაზე გამწეს პასუხი, რომ ან თუ როიალის აუთსაიდერობაც გათვლილი გქონდა. ეგ მაინტერესებს. მადლობა, ეგ მინდა. ის მინდა საშუალება ახლა გადავდივართ შეკითხვით აუცილებლად გიორგისთან. გიორგი, რამ გაგაღიზიანა? მაინტერესებს, ანუ გაგიკვირდა როიალისგან არ მოწონება თუ არ ელოდირო და გასახელებდა. ნახეთ როგორ იყო მთელი კვირის განმავლობაში მაყურებელი ხედავდა, ვცდილობდი ყველა მონაწილესთან ურთიერთობის რაღაცნაირ დაალაგებას. ვკეთებდი ყველა საჭმელს, მაგიდას უწყობდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, ვალაგებდი. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ყველა მონაწილესთან მქონდა ძალიან კარგი რაღაც შეძლებისდაგვარად ურთიერთობა. მაგრამ კვირის ბოლოს გამოვიდა ისე, რომ სპიჩის გამოვიდა როიალის დასახელების დროს თქვა, რომ გიორგი ძალიან კარგი ადამიანი, იმას აკეთებს, ამას აკეთებს, მაგრამ დისლაიკი ჩემგან. ლაიკი და დისლაიკი. არა, ლაიკი მერე იყო, მერე. თავში მთავარი დისლაიკი თავიდანვე დაწერა და ვერ მივხვდი, ანუ რა უნდა გაუკეთო ამ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად ჩემკენ მოვატრიალო. ანუ თუ ვატრიალებ, მაინც სუდი ვარ. თუ ჩემთვის ვარ, ტირი. თუ რაღაცას ვიძახი, მოჩხუბარი ვარ და თუ მინდა თამაში, არ მეთამაშებიან. ცოტა ხო დაჭაგრული ბავშვი. მეუბნები, მივითამაშოთ, არ თამაშობ და არ ვიცი რა გავაკეთო. მართლა აღარ ვიცი. კარგი, გასაგებია, ქეთი შენ უნდა კითხო. შენი აზრით, რატომ აფეთქდა ისევ გიორგი, რადგანაც ცოტა ხანი ვატყობდით, რომ იკავებდა თავს. ბოლოს მაინც კონფლიქტამდე მივედით. ის მანქეთ. იცით რა არის? მე მგონია, რომ გიორგის რაღაცეებზე პასუხი როცა არ აქვს, მაგ დროს ფეთქდება და გარბის. და სამწუხაროდ ხშირად ხდება ესეთი რაღაც. უბრალოდ მთელი კვირის მანძილზე ვხედავდით, რომ გიორგი მართლა ცდილობდა, რომ დაელაგებინა ურთიერთობა თქვენთან, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვიდა რაღაც ხო. შეიძლება არის ეს ის მიზეზი რაღაც ძველი წყენები თუ უბრალოდ კვლავ კონფლიქტურად მიდის სიტუაცია. იცით რა არის? მე გიორგის დამოკიდებულება კონკურსანტებთან მიმართებაში ნამდვილად დავინახე, რომ შეიცვალა და ურთიერთობას ალაგებდნენ. ნუ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე და გიორგის ურთიერთობა არ დაგვილაგებია, იმიტომ რომ ნათქვამი მაქვს და ყოველთვის ვიტყვი, რომ თვითონ პიროვნება ჩემთვის არის მიუღებელი და შესაბამისად ვაძლევ მესამე კვირა უკვე ხმას მას. იმიტომ რომ აი აღნიშნავდი ჟიურის თქმას, რომ ჩემთვის არის აი ვისთანაც ვერ ვიცხოვრებდი ეს ადამიანია და დანარჩენ კონკურსანტებთან ვიტყოდი, რომ კი ცდილობდა ურთიერთობის დაალაგებას, მაგრამ ნუ აი საჭმელზე ვიტყვი, რომ აი მაკარონი დაგვამადლა, არასდროს აღარ შევჭამ მაკარონს. მე დავამადლე. მადლობთ და მოდი ლოგიკურად გავყვეთ თქვენს დუეტს, რადგანაც კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა ამ კვირაში, რა თქმა უნდა, კოლ გიორგი იყო ამის მონაწილე. მოდი ვნახოთ ქეთი ჩერქეზიას და გიორგის კონფლიქტის აღმწყარებელი ვიდეო. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მე დამასახელებს ყოველთვის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენი გზა ეგ არის, პრინციპულობა ბოლომდე. პრინციპულად უნდა მასახელო მე ყოველ იმაზე, აუთსაიდერის იმაზე. სანამ ჭკუას არის სწავლი, კი. მე ყოველთვის დავასახელებ იმ ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის არასწორი. მე პირიქით კი არ მეგეუნებ როგორც არის. უტაქტო და მონაწილეებთან არასправედლივი. ეგ არასправედლობა ზოგადად არის ვისი გადმოსახედიდან რა. ხო და მე ხო ჩემი გადმოსახედიდან გაძლევ. ხალხო, შენ ხან კესოს გამომასახელებდი, ხან არასправედლივი, ხან იმის და. არა, ჩემო კარგო, მაგრაცდები გიორგი, მაგარი აჭრილი ხარ. შენ ალბათ გაიზარდო ცოტა განათლების მხრივ და მიხვდე რომ სწორედ არ იძახე ალბათ რაღაცებს, თორე ეგრე იყო, ყველა მაყურებელმა გაიგო ეგრე აბსოლუტურად. ყველა მაყურებელმა თუ შენ მაყურებელმა გიორგი. ჩემი მაყურებელი ძალიან დიდია, ქეთო და შენი მაყურებელი იქნება 1%. სამწუხაროდ ძალიან დიდია ადამიანები, რომლებსაც რაღაცები არ სწორედ ეს. მე ვიზახი რომ ხალხი, რომელმაც შენ აგირჩია, ნუ ციკვინებ დამაცადე. ნუ ციკვინებ არა. რომელმაც შენ აგირჩია, ის ვერასდროს ვერ გაიგებს ჩემ პოზიციას, იმიტომ რომ შენ აგირჩია. ხარ მანიპულატორი გიორგი, ჩემს ეგ არ გამოგივა. მანიპულატორი არა, პირში აღარ გამოგივა უბრალოდ. რა უნდა გამომიდო? საწოლში შეგათრიე სადმე ერთხელ თუ რა უნდა
საწყოშია, ვერასოდეს ვერ შემათრევ შენ მე საწყოში. ამხელა კაცი ხარ. უზრდელი ხარ. ადრეც გითხარი იგივეს გეუბნები. ბოროტი უზრდელი ქალი ხარ. გავუჩი გითხარ მარტო რომელ ლაიზე გაქვს საუბარი. ქალი შემოხედი საჭმელად. ვინ ჩემი ფეხებია, აი ვინ ჩემი ფეხებია 1%-იანი ქალი. აი მართლა უკვე გიждები რა. შენ მოიწონხა შენ 1%-იანი ქალები, შენ თავხედო შენ. უზრდელო, არა კაცი ხარ. ეს რო ყოფილიყო? ოჯახის წევრზე შეურაცხყოფა, ხვალ გაფრთხილებ. გაიგე? აი არა, ქეთი, არა. შენს ჩემი მიმართულებით იყო? შენი 1%-იანი წოდება შეურაცხყოფა არისო? და ჩემი არა კაცია შეურაცხყოფა? ღამეა. არა კაცი ხარ. აი მაგიტო ხარ არა კაცი. არაფერს არ წარმოადგენს საერთოდ. შენი არ მინდა რომ რაღაც გამოვიდე წყობილობიდან. არა, ერთად იმენა ცოდო ხარ, დედასპიცა ვარ, საწყალი ხარ. არ მავიცდები. ეს არის იყო პირველი კონფლიქტი ამ ორ ადამიანს შორის და ქეთი შენ დაკითხო, ახსენე რომ გიორგი ყოველთვის манипуლირებს ყველათი და ყველაფრით. და შენ ეს იცი რომ манипуляცია. რატომ ყვები ყოველჯერზე? მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი სამწუხაროდ. მინდა დავიწყებ ამით, რომ მინდა ყველა მონაწილეს, რადგან მაქვს ამის შანსი და მაყურებელსაც ბოდიში მოუხადო იმისთვის, რომ ფეთქებადი ვარ და ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია ეს მესმის ძალიან. უბრალოდ მე ვარ ძალიან ფეთქებადი ადამიანი და ძალიან ემოციური ადამიანი და ვერასდროს ვერ ვეგუებოდი რაღაც მსგავს უტაქტო მიმართვებს და აქ ახლა უფრო ვიძაბ ჯერ ისედაც ძალიან დაძაბული ვარ, ამდენი კამერა მიყურებს. სულ ვერაფერს ვერ იმაშობ ეს თავისუფლად და პლუს ძალიან ძაბავს მერე და მოყვება ჩემი ფეთქებადობა, რომელიც ისედაც მაქვს სამწუხაროდ. და ვიჯახები თავით. გმადლობ. კარგი. გიორგი, ეხლა შენთან მაქვს შეკითხვა, მაგრამ მანამდე მინდა შენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ვკითხო. ვის არ ქონია გიორგისთან კონფლიქტი, ხელი აიწეთ. ვის არ ქონია კონფლიქტი? 1, 2. ვის ქონია? ვისაც ქონდათ გიორგისთან კონფლიქტი, აიწეთ ხელი. ვეჭი, ანა, შენ სხვა არ ქონია კონფლიქტი? ამ თემაში საერთოდ ანი საერთოდ არ ერთვება დიალოგში. გასაგებია. კარგი, ახლა გიორგი, შენ უნდა კითხო. ამ შემთხვევაში ქეთისთან ხომ არ თვლი რომ ცოტა ზედმეტი მოგივიდა და ცოტა ზედმეტად უხეში იყავი და ბოდიში ხო არ გაქვს მოსახდელი? მეც ადამიანი ვარ. მეც მაქვს ჩემი ნერვები და ჩემი ემოციები. როდესაც 3 კვირის განმავლობაში არაერთი შეურაცხყოფაა ჩემი მიმართულებით, ჩემი ოჯახის წევრების მიმართულებით. არაერთხელ ვარ ყველა გაერთიანებული ამადგან ბულინგის ხერხი და ყოველთვის რაღაცას აკეთებენ ისეთ მაგალითად ვაჟბატონი ჩემ გვერდზე რო ზის ინტერვიუს ოთახი რომელიც ხელშეუხებელია უკვე იქ შემოდიან და იქ მიწყებენ საქმის გარჩევას ეს ნახა ჟურნალისტებმა ოპერატორ ყველამ ნახა ანუ იცით ძალიან დიდი ბოდიში რა აი ემოცია მაქვს და სადღაც თუ ვიფეთქებ ისი ეს არის ჩემი პოზიცია. ადამიანი ვარ, უბრალოდ ერთ-ერთი ადამიანი ვარ. აუსთან რაც მოხდა, სხვა არ მოითმენდა, დამიჯერე. მე საკმარისად მოვითმი, ნანი მიმღერე ჩემი ხალი. სინდისი რომ დამეცე. ჩემი აზრით, ვერც ერთ ვიდეოს ვერ დამიდებს. ხო არის 24 საათიანი სტრიმები? ხო ყავს ბალაშიკები. ანუ რომელიმე უბრალოდ ანუ გულშემატკივრები ბოდიში. უბრალოდ 1-3 წამიანი ვიდეო დამიდა, სადაც მე საერთოდ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. ის კი არა რომ გიორგის, ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. ანისთან საუბარში იყო ეს ვიდეო. მე ისე ვარ გაზრდილი, რომ შეურაცხყოფას არავის არასდროს არ მივაყენებ. და მithometes კონფლიქტშიც კი იმის და მიუხედავად რომ გიორგი მე საოცრებები მიწოდა და ჩემს ეგ არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა მაგის ფონზეც კი არ შემიძლია იმის გარდა რომ ბოდიში არაკაცის გარდა არ შემიძლია რომ სხვა შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ ადამიანი იძახის რომ ჩემს იმას ოჯახის წევრს შეეხეო და უბრალოდ მითხარი რომელ მომენტში სად გაიგე ჩემგან შენს მიმართულებით შეურაცხყოფა შეიძლება ვთქვა რომ არ მომწონხარ ამას ცვლის შეურაცხყოფა შეიძლება ვთქვა კი რა თქმა უნდა
მე ხო თქვი რაღაც ფიჩებით გამოვალ, არ ავყვები ადამიანებს, იმიტომ რაღაც გამზადებულები არიან. პირველ რიგში მინდა ყველა ჩემ გულშემატკივრებს მადლობა უთხრა იმისათვის, რომ ჩემ გვერდში დგანან და ბოდიში მოუხადო იმისათვის, რომ ზოგ-ზოგიერთი მონაწილე მათ აყენებს შეურაცხყოფას. ეს არის კომენტარებში, ეს არის სტრიმზე და არაერთში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქვე მინდა ერთი რამ დავამატო რა. 36 წლის რო ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რასაც თქვენ იძახით, რომ თურმე მე ბებერი ვარ, ბებერი ხალხი მიმეც. დიდი ბოდიში თქვენ ოჯახში ყავთ ძმები, დები, მშობლები, ბებიები. ანუ რას გულისხმობთ ამით? ჩემზე უფროსები რა? აი მითხარით, რას გულისხმობთ? შეურაცხყოფები როგორ საფეხურზე ადის, იცით რომ ეს ბებერი ქალები, ეს ამათ გაკეთებული აქვს რა, ეს ბებერი მოხუცი, ისინი ემიგრანტები, ეს არ ვიცი ყზე რაღაცეები, ეს ყველაფერი ზღვარც ხდება დიდი ბოდიშით, რომ თუ მე გულშემატკივარი მყავს დიდი ადამიანები, ჩამოყალიბებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც არის ბებერი, ვიღაცა შეურაცხყოფავ და დიდი ბოდიში 36 წელი სიბერია. ამას გაიდახენ 3 კვირა უკვე. იგონებ, გიორგი, გაჩვენდი. თქვენ 36-ისაც რომ გახტებით, მე რას იტყვით? როგორ იტყვით უკვე ბებერს? გიორგი გვანახებ და იქ კამერებში, იმიტომ რომ ჩვენი არ ყოფილა. 3 კვირის განმავლობაში. მე მანახეთ ერთი რაღაცის ხონა პატარა ვიდეო, სადაც მე გიორგის შეურაცხყოფას ვაყენებ და აქვე მოვუხდი ბოდიშს. ახლა მოვიხსენოთ ერთი რაღაცა მინდა ყველა მაყურებელს. ეს იქნება ჩემი თუ სხვა მონაწილეების. ჩემი დიდი თხოვნაა და ყველა ხედავს რომ ყოველ ლაივზე ამას ვიძახით ჩემ გულშემატკივრებს. ერთმანეთს ჩვენ გამო შეურაცხყოფას მოაყენებთ. ჩემი ერთი დიდი თხოვნა ესა, ყველა გულშემატკივრებს თქვენ გულშემატკივარ და ერთმანეთს ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებთ. მაგრამ რეალურად ჩანს პროექტში, რომ თქვენ თვითონ აყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას და თქვენი გულშემატკივრებიც თქვენ მოყვებიან ამ საქციელში. მე ყოველთვის მაყურებელი ხედავს ყოველი ლაივი, ყოველი SMS-ი. ვცდილობ რომ უთხრა არ დაწერო ცუდი შეტყვა. რაც მაქვს ეხლა იცით ძალიან დიდი ბოდი ამას ვცდილობ. მინდა რომ სხვებსაც მიმართო რომ იგივენაირად მოიქცე, იმიტომ რომ შეურაცხყოფები ერთმანეთის მიმართ არ არის სწორი. მადლობ, ავთო ჯაბარიძე. ხო, მე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგის ასაკზე როცა არის საუბარი, ცუდი გაგებით არ არის, უბრალოდ ჩვენ მე როცა ვარ 21 წლის და ვარ თინეიჯერი ჯერ კიდევ და შენ ხარ 36 წლის, მგონია რომ შენ ჩვენზე ბევრი მოგეთხოვება და ჩვენზე ბევრი რაღაც უნდა იცოდეს. 20 წლისები 31-ის ხდებიან და ვერ გავიგე, რა მომეთხოვება 20. არაფერი არ მოგეთხოვება, მაგრამ გამოცდილება და ცხოვრება რომ ჩვენზე მეტი გავიწყებათ ერთი რამ. მონაწილეებს გავიწყებათ ერთი რამ. მეტი უნდა იცოდე და მეტი უნდა გესმოდეს, მე უბრალოდ მონაწილეებს გავიწყებათ ერთი რამ. სულად არასდროს არავის არ უხსენებია. მონაწილეებს გავიწყებათ ერთი რამ. ეს თამაში არის ინდივიდუალური 18+ ასაკით. ანუ აქ არ არის რომ შენ 36-ის ხარ, შენ 18-ის ხარ, შენ უნდა მასწავლო. ეს არ არის ერთმანეთის სწავლება, ეს არის თანაცხოვრება და ინდივიდუალურად თამაში, რომ შენი თავი გამოაჩინო, რეალიზება გააკეთო, იმიტომ მეორე შანსი. ძალიან დიდი მადლობა. ან შენ უნდა გითხო აუცილებლად, რადგანაც შენ ყველაზე ლაშა ძალიან გთხოვ თავი შეიკავე, ყველაზე ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა გიორგისთან. არის თუ არა გიორგი დამნაშავე ყველა წარსულ კონფლიქტში? არა. შენი აზრით გიორგი სრულიად უდანაშაულოა ყველა კონფლიქტში. რა თქმა უნდა, გიორგი არ არის დამნაშავე, იმიტომ რომ გიორგი თუნდაც იმიტომ რომ ესეთი ადამიანია და თუნდაც ტელევიზიას უკვე ნაცნობი და მრავალჯერ ნანახი ადამიანი, ცოტა პატივი უნდა ვცეთ. და ესე არ უნდა გამოვიყვანოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ელემენტარული ესეთია, ის ისეთია, ეს ბოროტია, ეს ბოღმა, ესე აკეთებს, ისე აკეთებს. ტიპი ცდილობს, რომ კარგად იყოს კონკურსანტებთან, მაგრამ რატომღაც არ გამოსდის. რატომ არ გამოსდის შენი აზრით? იმიტომ რომ, ფაქტი სახეზეა, მესამე კვირა ტიპი ზის აუთსაიდერის კავზე და კიდე იმას იძახიან, რომ ცუდიაო. არანორმალურია, ხო? სამჯერ ამ სკაფზე და ნახოთ რა განცდა ეკება. სამჯერ და კიდე ილანძღებიან და კიდე ემატება და ემატება ეს ყველაფერი და კიდე ზის აუთსაიდერის კავზე. ნეფტი როდი? აჰა. კეთი გისმენ რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს ანი თუ ფიქრობს რომ გიორგის პატივი უნდა ვცეთ? ჩვენ არ უნდა გვცეთ პატივი? მარტო გიორგის უნდა ვცეთ პატივი? მოდი პატივი ვცეთ ერთმანეთსო. და ტიპი მესამეჯერ უკვე ზის კამზე. ეს უკვე დაასახელებენ იმაში, რომ ცუდია და არ გვინდა და გიორგი ესე აკეთებს და გიორგი ისე აკეთებს. კარგი, მაშინ ანი, ესე კითხავ, შენი აზრით რატომ ზის კვლავ გიორგი აუთსაიდერის კამზე? იმიტომ რომ ჩემი აზრით გიორგი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და შეუძლია ამდენი.
აი იმიტომ. გასაგებია, მადლობა. გისმენ ლაშა. სანამ ვართ მოთამაშები პროექტში, მანამდე ვართ ადამიანები, ესე ვფიქრობ. კარგი, მადლობა. ახლა კი ჟიურის მინდა შევაფასებინო ეს კონფლიქტი. ავთო გისმენ. ვიცი რა არის, ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობა და ძალიან დაძაბულები არიან. ძალიან დიდი შეცდომა, რომ ერთი და ანუ ეხა მე რო ვიყო მოთამაშე, კიდე გიორგის არ დავსვავდი მაგალითად, რაღაცა კრეატიულად მიუდგებოდი ამ ყველაფერს და აი სრულიად მოულოდნელად და უფრო საინტერესოს გავხდიდი. იმიტომ რომ მე მგონი ცოტა უნდა გადაალაგონ პრივილეგიები, პრიორიტეტები ნერვულ სისტემას უფრო უნდა მოუარონ, იმიტომ რომ აი მუდმივად ფეთქებადი არაფრის გამო მოწმენდილ ცაზე არის აი მოგონილი კონფლიქტები. მე ესე მგონია და ნუ ცოტა არასერიოზულია. რამე ღირებული რო შექმნან და ეს პლატფორმა გამოიყენონ და უფრო საინტერესო გახადონ. აი ამ სივრცეში ყოფნა ძალიან კაი იქნება რა. ანუ ავდექი ჭამე ვიჩხუბე დავწექი, აი ცოტა გაუგებარია. გასაგებია, მადლობა. პიტო, აუცილებლად შენც უნდა შეაფასო ეს კონფლიქტი. მე არ მიკვისო გიორგიზის აუცილებლობის სკამზე კიდევ. და უბრალოდ ამოწერილი მაქვს და მინდა წავიკითხო გიორგის სიტყვები თუ როგორ მიმართავს მონაწილეებს მთელი კვირის განმავლობაში. სულით პატარა, გაუნათლებელი ბოროტები, ბოღმები, საწყალი, სიკვდილი, მიგათრევდი, 1%-იანი ქალი აშარაშკა. ესე როცა მიმართავ მონაწილეებს. ანუ უბრალოდ ესე რომ მიმართავ მონაწილეებს და მე რო ვიყვირს რომ ვინმე შექმნა შენს წინააღმდეგ კოალიცია, მე ეს მიყვირს და ძალიან მიყვირს კიდე რა იცი რომ მოსახლეობა ვინც გიორგის უჭერს მხარს, უბრალოდ ამ ყველაფრის მერე და ამას აზუფორთებენ, აი მაგ ადამიანების მიყვირს და მინდა რომ უთხრა გცხვენოდეთ უბრალოდ. როგორც ხედავთ, მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან პიტოს სიტყვებით და ნინოცა, შენც აუცილებლად უნდა შეაფასო ეს კონფლიქტი. რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ეს არის პიტოს პირადი პოზიცია, როგორც ჟიურის მასწავლებლად, რომ გამოთქვას თავისი აზრი. ნინოცა ძალიან საინტერესო თემა წამოწია, იმიტომ რომ აი ყვებოდი, რომ აი ასე მოხდა, რომ მე მაგალითად ასე ყოველს არ ვიცნობდი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აი გიორგისაც ნამდვილად ყავს ადამიანები, რომლებიც აი ქუჩაშიც მოდიან, მეუბნებიან, რომ აი ბავშვობიდან მივყვებით ამ პროექტებიდან, ვიცით, გვიყვარს. ანუ იცი რა არის? გიორგის ძალიან ბევრი მხარდაჭერი ყავს და ცოტა ფრთხილად ვილაპარაკებდი იმ ამბავში, რომ უყვართ და მხარს უჭერენ, მაგრამ ძალიან მინდა აი ესეთი რაღაცა ვთქვა, რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და თავში მიტრიალებს. მე რომ მივხვდი თუ რამდენად პოპულარული ხარ შენ, მინდა იცოდე, რომ შენ იმდენ ადამიანს მაგალითად მოწონხარ და გისმენს და მოყვება წლების მანძილზე, რომ თითო სიტყვა, რომელიც შენი პირიდან ამოდის, უნდა ძალიან ბევრი ფილტრის მიღმა გაატარო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გიცნობს და ბევრს მოსწონხარ და აი ვიღაცას უკაც დავას 1%-იანს რო უწოდებ ვიღაცას შეიძლება იმან მიიღოს ჩათვალოს და გადაწყვიტოს რომ ასე შეიძლება ადამიანებთან ლაპარაკი და ასე ადამიანებთან არ ღირს ლაპარაკი. იმიტომ კი არა რომ არ შეიძლება მე გიგზალა კანონი გძალს. უბრალოდ არა ადამიანური არის. ჩემი აზრით. მადლობა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მაყურებელს ყავს თავისი რჩეული და ჩვენ არავის არ გავსჯით იმის გამო თუ ვის უჭერენ მხარს. პირიქით ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ თქვენი რჩეულები ამოარჩიოთ. გიორგი, მე მგონი რაღაცის დამატება კიდე ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა პირველ ადამიანს გავცე ამაზე პასუხი. ის რო იყოს პროექტში, რო აგინონ დედა, ზურგს უკან არა ერთხელ. როდესაც მის როგორ ვაიმე როგორ თქვენ რო გაგინონ დედა მოითმეთ, ახლა დავდგე და გაგინოთ მოითმეთ, თუ როგორ არის ვერ გავიგე. ანუ მე როცა მაგინებენ დედას, გასინიან მამაშებს, რომელიც 75 წლისაა. თქვენ ამას 74 და 75 წლის მშობლები მყავს. ერთი წამი ყველა რო ჩუმათა კადრში არის მაგინებს დედას ერთი ყველა ჩუმათა ვიყავი ჩუმად გიორგი უნდა შევეცადო ჩემ შვილზე იძახიან მოდი ახლა რო ვაგინოთ კარგი ანუ მე თურმე ყველაფერი უნდა ვაკონტროლო და ამ ადამიანებმა არაფერი არ უნდა აკონტროლო და მე უნდა ჩუმად ვიყო იმიტომ რომ მე თურმე
36 იცვარ და ყველა ამ ბავშვს თურმე რომზეც ბავშვები არ არიან, აქ 30 წლისებიც არის. უნდა ყველაფერი თვალი დავხუჭო და გაუტარო. ესე არ ხდება ხალხო. შეურაცხყოფ მე არავის არ დედა არ მიგინებია, არც ნაბიჯვარი არ მიძახებია, არაკაცი არ მიძახებია, არავის შვილს არ შევხებია, არაფერი მსგავსი. საწყალს თუ ვიძახე, ამას ხუმრობით ვიძახე, ეს ფორმა მაქვს, საწყალი, ესე ვიძახე, ყველა ისე ყველა ხალისობს ამაზე. მაგრამ დიდი ბოდიშით რაღაცა ფრაზას თუ ვიძახე, მილიონ ფრაზას აჟღერებენ აქ. და მაყურებელმა გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება და არ ვემხრობი ჟიურისტებს ამ საკითხს. კარგით, მაგრამ მე კი ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის ბოლოს გავარკვევთ თუ ვინ დატოვებს პროექტს, ამიტომ იაქტიურეთ. როიალის ნომერი 0903030301, ლაშა მაზანაშვილის ნომერი 0903030302 და გიორგი ნაზღაიძის ნომერი 0903030303. იმისთვის რომ თქვენი რჩეული დარჩა შოუში, აუცილებლად უნდა დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე, რომლის ღირებულებად სიმბოლურად 1 თეთრია, ასევე შეგიძლიათ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს ესტუმროთ, არჩიოთ, გახსნათ აუცილებლად პირადი მიმოწერის ველი, არჩიოთ hashtag #GetStarted და მისცეთ მათ თქვენს რჩეულს. სხვათა შორის შეგიძლიათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე რჩეული გყავდეთ და რამდენიმეზე გადაანაწილოთ თქვენი ხმა. ახლა კი ძალიან კარგი ფაქტი მინდა აღვნიშნო, თითქმის ყველა კონფლიქტის დროს იყო ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ განემუხტა სიტუაცია და გაეშველებინა დაპირისპირებული მხარეები. მოდი ვნახოთ ვიდეო. მისმერ ბოროტები როქჩაგროვ ტირი ხარ კამერაში ვიჯერ და შემოხედი გამოვიდე შენ გამომხე ანუ ბოროტან ერთად ოთახში ყოფნა არ მეცდიო კი არ დავიწე გითხარ და მორჩა არა ხეთი არა შენს ჩემი მიმართულებით იყო შენი 1%-იანი წოდება შეურაცხყოფა არისო და ჩემი არაკაცია შეურაცხყოფა მეუბნები გიორგი შაპარებულია ოჯახის წევრი არ არისო შენია საპანიკო ვერ გავიქე ოდიში მოუხადე და ზორია შვილო მარტო გავიქეცი მიშველეთ ვაშა ვაფასებთ შენს ესეთ დამოკიდებულებას კონფლიქტების მიმართ. როიალ გთხოვ, ვითხარი, აი როგორ აფიქსირებთ ხოლმე ლაშას, როგორ მოიპარება გასაშველებლად. ლაშა ყოველთვის ანუ ეტყობა ადამიანს, რომ არ მოსწონს აი კონფლიქტები, საერთოდ არ მოსწონს. მაქსიმუმ თუ ხმამაღლა ლაპარაკობს იმ შემთხვევაში თუ ყვირის რომ გაჭერდით, ანუ ტიპი არასდროს არ გამათობს, პირიქით აწყნარებს ყველას, даже იმასაც, ვინც არ ევასება მაგასაც აწყნარებს, ცდილობს რომ ყოველთვის წყნარად გამოვიდეს და ადამიანურად დაელაპარაკოს, რომ კონფლიქტის გარეშე და ზედმეტი სიტყვების გარეშე მორჩის ყველაფერი. გასაგებია, საუმე შენს და გიორგის კონფლიქტშიც მიიღო მონაწილეობა, გითხარი. იმოქმედა მისმა დამშვიდებამ შენზე? კი და მისგან ძალიან დიდი ენერგია მოდიოდა მაგ დროს რა და დიდი მადლობა. ქეთი რა თქმა უნდა შენთანაც დაგჭირდა მაზანას სიმშვიდე. მე როცა ვხედავ მაზანას თან სულ მარჯვენა მხარზე მირტყავს ხოლმე და ქეთა არ გინდა. მაშინ ვხვდები რომ აი სიბნელე მაქვს თვალებში და მაზანას რო ვხედავ ვიძები და აჭრიკ შენ როგორც ყველაზე ენა მოსწრებული მე მგონი ამ პროექტში მაზანაზე 1-2 სიტყვით და მის ამ პოზიციაზე როგორც გამშველებლის პატრიკ ვითომ ვერ გაიგო რომ ენა მოსწრებული ის არის კარგად შეიფერე ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა კონფლიქტი ავირიდოს თავიდან და გიორგი აი ერთი თხოვნა მექნება შენთან. მე ხო შენ მოგიხადე თავის დროზე ბოდიში. და მინდა რომ იცი რა არის შენ ამბობ მრავლობით საუბრობ და მინდა რომ ის ადამიანები ვინც შენთან მართლა ცდილობენ რომ ურთიერთობა ჩამოაყალიბონ ან კარგი ურთიერთობა გქონდეთ ან რაღაცა პატრიკ რა არის მე არ მე კი არ გეუბნები რომ შენ არ ცდილობ იმ ყველაფრის მე შეგეხო ურთიერთობა ჩამოაყალიბო შენ ცდილობ და იმიტომ გამოგვივიდა ყველას მაგრამ აქ რო უბრალოდ ამბობ რომ ყველანი ამბობენ ყველანი ესე შვებიან ყველანი ხო ამაში ბოდიში ვწდები ყველაზე არ მაქვს კონკრეტულ ხო ბოდიში ამაში და რომ
უმრავლესობა. თანასწორ მინდა შეგისწოროს, შენ ყოველთვის ხარ გიჭერს ანი და ესეც უნდა ვახსენოთ. კი, არა, ამიტომ რატო იცი ძალიან დიდი ბოდიში მარტო ყველაზე არ მაქვს. საუბარი უბრალოდ რატომღაც აი გონია რომ მაყურებელმა იცის უკვე ზუსტად ხედავს ვისთანმა კარგი ურთიერთობა და ვისთან ვცდილობ. ეხლა მე და პატრიკს ჰქონდა ძალიან დაძაბული ურთიერთობა და ჩვენ შევძერით რომ ერთ სამზარეულოში, ერთ სივრცეში ერთი კერძი გაგვეკეთებინა, მას გაეკეთებინა მე და მე. ან ეს შევძერით, ხედა. თუმცა შეიძლება ხო თანაცხოვრება და ხუმრობაც კი ერთად. სწორედ ამას ვცდილობს მაზანა, რომელსაც მაზანა გამშველებელაც კი შეარქვა, შეიძლება ითქვას. ხუთი კამერა ბოდიშ არ ჭირდება ჩემი აზრით, მაგრამ აი არ უნდა. ყოველთვის რაღაცას ვიძახი არ უნდა. მე მაგალითად ორი დღის განმავლობაში მაქსიმალურად დავჯექი მაგიდასთან ერთად ვჭამეთ კიდევაც, ვითამაშეთ კიდევაც. მაგრამ აი ერთად ადამიანი მაგინებდა ამას კიდე გვერდზე როზე ადამიანი მაგინებდა ამასთან არ ამასთან არ მინდა ურთიერთობა იმიტომ რომ ადამიანმა მაგინა ერთად დამაშავე ჩემი მეგობარი ვერაზოს ვერ იქნება რატო იცავენ ერთმანეთს შენ ჩემი მეგობარი ვერაზოს ვერ იქნება მაგრამ თანაცხოვრება გავითვალისწინე დავჯექი ვითამაშე მაგრამ ერთ დღეს ვზივართ ყველანი სამზარეულოში და დგება და მაზანაზე აი მომწერეს ეს მე ნუ მეხებით ან თუ არ გინდა ამის კადრი კი განახ ლექსთან დაკავშირებით მანახებ თუ გინდა კარგი გასაგებია. სხვათა შორის თქვენს დუეტზე ჩემი ლოგეშინა მოდი შევუთანხმდეთ. ჩემი ლოგეშინა მოდი შევუთანხმდეთ. აი სწორედ ამ თემის გაგრძელებება მინდა აუცილებლად, რადგანაც გიორგი ჩვენი მაყურებელი მიეჩვია იმას, რომ სადაც ხარ შენ, აუცილებლად სადღაც შორიახლოს მაზანაც ჩანს. მოდი ვნახოთ ვიდეო. ის ჩემი სიკვდილი უკან ხო არ დგას რომ დადის ხოლმე უკან. არა, ყოფილა. შეშინებული ვარ. ერთი ისაკლია ცელი. და ჩე. გონია რომ სიკვდილი ცელით ხელში მოვიდა ჩემს დასაყვანად. ჯერ იმდენი წლისაც არაა გიორგი, რომ ცელით მივაკითხო, მაგრამ ამ პროექტში მოუწევს. უფრო კონკრეტულად შაბათს მოუწევს. მე სტილგონი ვარ და არიციან სუსტი არ ვარ. სუსტი ხარ. მე წინა ინტერვიუში ხომ მაგნა. მე მგონია რომ როიალში დაუძრე ხალხს ხომ დავასწრებ უჯერ. მე შენ გუ ფინალში მგონი ხარ. მაზიან. ფინალზე? ფინალში ხარ. რაზე? რა გისურვოთ ყველას რომ ეგეთი მაგარი საღამო გაგეტარებინოთ ასაში და კიდე სხვა ადგილებში რა. ვაგრძელებ ცხოვრებას, ვაგრძელებ ენერგიებით, ვაგრძელებ სხვა ადამიანებთან ერთად. ლაიშა, მაინტერესებს როგორ დასრულდება ეს ამბავი, ვინ ვინ წაიყვანს ბოლოს? ანუ როდესაც რაღაც ისეთ ადამიანებთან შეიძლება ზოგი კადრი დაემთხო, მაგრამ როდესაც ისეთ როდესაც ისეთ ადამიანებს ელაპარაკებენ, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს ხოლმე, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყო, რომ რავი, მაქსიმალურად ჩაოვედიო და გავაშველო და მოვაგვარო ხოლმე. მოკლედ, ლაშა მაზანა, რომელიც იყო გამშველებელა, გარდაიხსახა, ლაშა სიკვდილად როგორც ხედავთ. მაგრამ ძალიან ბევრი ზედმეტსახელი შეგარქვა შენ უკვე ინტერნეტში. გიორგი, ხო არ გძაბავს მისი ცელი? არა, პირიქით, მე მოვიგონე ეს ხუმრობა, მაზანა ცელით სიკვდილი უკან მიდგას ჩემს დასაყვანად და აქედან გამომდინარე არა, პირიქით ხალი. ამის ინსცენირება შეგვიძლია. როიალ, ლაშას ცელზე მინდა შენი კომენტარი. ლაშას თურმე სუპერზალები აქვს. როგორც მაშველი, ესე შეუძლია რომ საიღოს ვიღაცა. იმედია გამოვა კიდევაც. ნახოთ. ანი რაღაც ტრანსშია მე მგონი. ანი, შენ უნდა კითხვა აუცილებლად. ვინ ვის წაიყვანს ამ ცელით შენი აზრით დღეს? მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გიორგი როგორც ყოველთვის, ისევ იმ ამპულაში ზის აქ, რომ ხალხი დაუჭერს მხარს. გასაგებია, გმადლობ. მე კი აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ჩვენი აუთსაიდერების ნომრები 09033331 როიალის ნომერი 09033332 ლაშა მაზანაშვილის ნომერი და 09033333 არის გიორგის ნომერი. აუცილებლად უნდა დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე და მინდა გითხრათ რომ ამ კვირა არ ჩაიარა ხიარულების გარეშე რა თქმა უნდა, რაც მე პირადად ძალიან მახარებს. შევიდა რომ გიყურებთ, მიხარია რომ ერთობით კიდეც ვნახოთ ვიდეო. ყველაფერი ბაზარი. მე ყველაფერი ავიღე რა. თამაშებელია და ფაული მართავს და ფიჭები.
მოვიხდენ ამას, მოვიხდენ. მე ვარ პატრისია იგივე. სალომე. მე? ალი იგივე როიალი. ავთო იგივე თეორდა ყოჭლაბაზაშვილი. თეორდა ყოჭლაბაზაშვილი იგივე პატრისია. როიალი იგივე გიორგი ნაზღაიძე. ქეთი იგივე ლიზი კონი. გიორგი ნაზღაიძე იგივე ავთანდილი. თეორდა ციტაკიშვილი იგივე როიალი. ლიზი კონი იგივე თეორდა ციტაკიშვილი. სალომე კაპანაძე იგივე მაზანა. გოგოებო ავთო ვარ, ავთო. ისეთი ჩვენება არ იყო, მე რომ ნიუ-იორკში მქონდა. მაგრამ დაახლოებით მე რადგან ვიყავი, იყო კაი. ლუკიც ალბათ ყველას მოგწონთ, როგორც ხედავთ, მადლობთ და ეს აპლოდისმენტები ავთანდილს ეკუთვნის. კარგი, აუცილებლად ავთო. თქვენ უნდა დავიწყოთ შეფასება აი ამ ხიარული ფეშენ შოუს. სასწაული იყო, აი მართლა, აი კიდე კაი რაღაც კარგი მოხდა რა. კი, მეც ესე გამიხარდა რომ ნამდვილი ჩვენება ხო არ გავუკეთოთ, ისეთ სერიოზული, პროფესიონალურ დონეზე. კარგი განათებით, კარგი მუსიკით. ძალიან ღირებულია ავთანდილი შეფასება, ასე რომ ფანტასტიკურად ითვისებენ, შეიძლება ამ იდეის დახვეწა. შეიძლება რაღაცის მოგიწება. კარგი, პიტო, შენგან მაინტერესებს ყველაზე მეტად რომელი ლუკი მოგეწონა? მე მომეწონა ნაზღაიძის ლუკი როიალზე, ყველაზე მეტად. საინტერესო ნინუცე. შენთვის გამორჩევდი. ფორმა და ყველაფერი. პატრიკიდან ძალიან არტისტული იყო, აუცილებლად ესეთი. არა, უკაცრავად, პატრიცია. სხვათა შორის სწორად დაემთხვა, რომ როიალს შეხვდა გიორგი ნაზღაიძის ლუკი, რომლის პაროდიასაც მუდმივად აკეთებს და მოდი ვნახოთ როიალის ვიდეო გიორგისთან დაკავშირებით. და ეს ერთი თვალით იყურება. არიან აქ? არიან. ნაი, მე ვარ ბედნიერი. მე არ მადარდეთ. ნაი. ისევ მარტო. მე ისევ მარტო ვარ, დანისლებში ხრები. ისევ მარტო ვარ და მარტოდ ვგრძნობ თავს. ბავშვები არ მეტამაშებიან ფეხბურთს, იმიტომ რომ მე ვარ ძლიერი მოტამაშე. შინაგანად რაღაცნაირად უკვე ამ ყოველისგან შეურაცხყოფილი ვარ და რაღაცნაირად ეს სიმარტოვე უფრო გადის და გადის სიღრმეში. კი სიმართლეა, თამაშის დროს ყველას შეურაცხყოფო მივაყენე და დავამცირე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მიზეზი მგონია, რასაც არასდროს არ აღიარებენ, არის რომ მე ვარ ძლიერი მოტამაშე და კუთხურს ვაცვდი გიჟივით და მაგითომაც უნდა ჩემი მოშორება. ერთადერთი ჩემი მეგობარი ამ სახლში არის ჩემი უჩინარი მეგობარი ანანო, მხოლოდ ანანო მეკცევა კარგად. მხოლოდ ეს მაჩმევს. პროექტში ერთადერთი მეგობარი არის ანი. ანის თვითონ არავინ არ ყავს. ბოროტები არიან სულით, ვეზიზღები, ეგრევე ჩანს მაგათ სახეებში, როგორ ვეზიზღები. მე მგონია რომ დამარცხდება ამ ეტაპზეც ეს სიბოროტება. ბუდიში ეს ცუდად არასდროს არ ყოფილა.
არ ვაპირებ თქვენს პროვოკაციებზე წამოსვლას. მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, არ ვაპირებ. მიშველე საქართველო მციროსათი ახალგაზრდა კაცი მირყავ არ მაჩმენ აი აქ დავიძინებ და სანამ მე ხმებს არ მომცემთ მე აქედან არ ავდგები და აქ დავიძინებ დამაჯერებელია ნანო დამაჯერებელია დარბაზს მინდა ვკითხო, გავდა! როგორ ჩანს გავდა? გიორგი, მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი როიალის სამსახიობო ნიჭს? ეს რა იყო თქვენი აზრი? არ მოგწონს როგორ ეს რა იყო თქვენი აზრი? გეწყინა. არა, ერთი წამი. როდესაც ჩემზეა საუბარი, როდესაც ვიღაცას ვაშაყირებ, ეს არის შეურაცხყოფა. და ზურგს უკან ეს მუდმივად რო თქვენ მონტაჟი გაქვთ გაკეთებული, ეს ძალიან დიდია. ეს არ არის შეურაცხყოფა, უკან ზურგს უკან რო დამცინია, ვითომ პაროდიით? რატო არ ჩანს კადრებში ამიხსენი? ანუ ეს არის თქვენი აზრით სასაცილო, ყველა რო ტაში უკრავდა ძალიან ბედნიერი, ეს არის სასაცილო. არ ჩანს კადრებში. გასაგებია, შეიძლება გეწყინოს, ბრას ვიცავთ, ზოგს წინ, ზოგს არ წინ, სხვადასხვა სახის. და რა არის შეურაცხყოფა? ეს ჩემი აზრით, ესეც შეურაცხყოფაა. გიორგი, მე მესმის, რომ შენ მუდმივად დაძაბულობაში ხარ და უკვე შეიძლება ცოტა მძაფრად იღებ, მაგრამ ეს იყო მართლა სასაცილო ხუმრობა. თუმცა, მოდი ისიც ვთქვათ, რომ გიორგი პროექტის განმავლობაში გარდა მოწინააღმდეგებისა, ასევე იპოვა ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმის. მოდი ვნახოთ ვიდეო. ანი. ჩემო პატარა, ყავა მოგიტანე. ანი, მე მზად ვარ. სალამაზე ხარ. შენ ძალიან სიმპათიური. ანი არის მე ვწვი დღეს ძალიან ლამაზი, ძალიან ქალური, რასაც ვითხოვ ყოველთვის, რომ ანიგან იყოს ლამაზი, ქალური. ჩემთვის საქართველოში ყველაზე სიმპათიური კაცი ხარ და ეს მე მომწონს ძალიან. გიორგი კარგი ბიჭია. მომწონს. გონია რომ ბოლოს აქედან როგორ წყვილი გავა. აი ესა რომეო და ჯულიეტა გადმოაგდე. ჯულიეტა! დამიძახე რომეოში. რომეო. ო ჯულიეტა. სად ხარ? ამდენი ხარ? ჩამოდი ჩამოეთრი აუსთან. მე შენს გამო შემიძლია. სიყვარულის მორევში. საუზმე გაგიკეთიანი. აჰა. ძალიან საყვარლები ხარ ზოგადად. მე გამოგუძვე. რა მოგიტანა გიორგი? ის მომიტანა რა ქვია, აი ესეთი თებში, რძე და კიდე რაღაცები იყო და ყავა. და კიდე ყვავილი. შემდეგ გიორგი გარეთ რო წევხარ ხოლმე მარტო ის ადამი და ევა მგონი. ლაშას აზრით მე და ანი თუ ადამი და ევა ვართ, მაშინ ლაშა ყოფილა ის გველი, რომელიც ცოდვაში შეგვიყვანს ჩვენ ორივეს. მართალია ფეხის თითებით ესე ჩქმეტაც ვიცი? აი. ჩემი მე მეგონება მარცხენა მხარეს გიხდა. შეყვარებული ხარ ანა? იო, ხო. ანა. ალამა, აქ ვარ. ანთხა? იო. რეჟიმი? მოდი. მოდი. Come აი ხალო რა წამურა. ადი. ანუ თემა არის მასკე. აი კიდე რა მოგეშვი. არა, მოიცა. ვაფშე უნდა გავარკვიოთ ეს ყველაფერი რომ არავინ არ ინერვიულოს. არა. უნდა კითხოთ აუცილებლად, როგორ ფიქრობთ, არის შანსი რომ პროექტში კიდევ ერთი წყვილი ჩამოყალიბდეს? პატრიკ შენი აზრით არის შანსი რომ კიდევ ერთი წყვილი ვიხილოთ ამ პროექტში? მე ანისაც ვუთხარი და მანამდე სანამ გიორგისთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, მაშინაც ვთქვი, აი ის კესოსთან ურთიერთობა გიორგისთვის იყო შეცდომა და ანი არის ძალიან კაი გოგო და ძალიან მომწონს მე ამათი იმიტომ რომ ანი არის ძალიან მაგარი ქალი რა ჩესნი პირდაპირია ეს გაგიესნის ყოველთვის გაგიესნის გასაგებია თეო
თეონა, შენც უნდა კითხო აუცილებლად, რას ფიქრობ ამ წყვილზე? შედგებიან როგორც წვილი. რატომაც არა, მშვენიერია. ერთადერთი ადამიანია გიორგი, ვინც რომელსაც შეუძლია ანთებულიანი ცოტა ჩააქროს და ცოტა კი, ვიხილეთ მსგავსი ვიდეო, მახსოვს მეც ნამდვილად. თეონა. თუ შედგება ეს წვილი, რატომაც არა. მშვენიერია, ჩემი აზრით. თეონა, წიწაკიშვილსაც უნდა ვკითხო აუცილებლად. როგორ უყურებ ამ წყვილს? ხარ ჩართული მათ ყოველდღიურ ურთიერთობაში, ხედავ ამ ყველაფერს და შენი აზრი მაინტერესებს. არა, ვერაფერს ვერ ვიტყვი. გასაგებია. კარგი, ლიზა, შენგან მაინტერესებს მოსაზრება ამ წყვილთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამეთი ურთიერთობა დაიწყო წმინდა მეგობრობით და სწორედ ესეთი კარგი წყვილები იქნებიან, რომ ისეთი ადამიანები და ისეთი წყვილები, რომლებიც იწყებენ მეგობრობით და ესეთი კარგი ურთიერთობით, ამიტომ რა თქმა უნდა მომხრევარ. გასაგებია, სალომე, შენგან მაინტერესებს რას ფიქრობ ამ წყვილზე? მოგტანს, ხომ არ გეშინიათ, რომ ეს წყვილი თქვენს წინააღმდეგ რაღაცას მოახერხებს? არა. ჩვენ არ დაგვიშავან არაფერი, თორე. ავთო. გადებიცი იქნება, იმიტომ რომ იქნება შეყვარებულმა გიორგი მაინც ცოტა ისექნას, რომ რაღაცა ჩვენში დადებითი და ანუ ჩვენთანაც კარგად იყოს და მოიხსნას რა მთლიან ჰაუსში ეს დაძაბულობა და პირიქით კაისკენ წავიდეს ყველაფერი. მოიხსნები და თუ არ გამეშვებით, ისევ იქნები. გასაგებია. როიელ, აუცილებლად უნდა გთხოვ, არ ყოფილა ვიდეოში ანის პაროდია, იქნებ ახლა გააკეთოთ მოახერხეთ. როგორ არ ყოფილა? პუბლიკაც ითხოვს როგორც ხედავთ. ამიტო გიორგი არის მარტალი და მე მიყვარს რა გიო მაგრამ როგორც ხედავთ ანის არ ეცინება დიდად ანი ხო არ გეწყინა არა არა ძალიან სასაცილო იყო არის სიყვარული მადლობთ მე კი აუცილებლად უნდა შეგახსენოთ რომ სულ ცოტა დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე და სულ მალე გავიგებთ თუ ვინ დატოვებს პროექტს იმისათვის რომ თქვენი რჩეული დარჩეს პროექტში აუცილებლად უნდა დაურეკო და დაუმესიჯოთ მათ ნომრებზე რომელიც მათთვის არის მინიჭებული ზარისხილებულება არის სიმბოლური 1 თეთრი ხოლო ასევე შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებით მისცეთ თქვენს რჩეულს ხმა ამისთვის უნდა ესტუმროთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს გახსნათ პირადი მიმოწერის ველი და არჩიოთ #getstarted და შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ან ერთი ან რამდენიმე მონაწილე. მე კი შეგახსენებთ მათ ნომრებს აუცილებლად როიალი ნომრით 09033301 ნომრით 0903 300 ლაშა მაზანაშვილი და გიორგი ნატრაიძე ნომრით 09033303 ახლა კი სანამ ხმის მიცემა შეწყდება აუცილებლად უნდა ვნახოთ ჩვენი აუთსაიდერების შესახებ მომზადებული ვიდეოები. დავიწყოთ როიალი. Illuminati, all through your body. The blows like a 12-gauge shot. Feel me? And God said he should send his one begotten son to lead the wild into the waves. Follow me. Eat my flesh, flesh of my flesh. Come with me. ბავშვობიდანვე მომიცია რომ სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყავი და რა თქმა უნდა ჩემი განსხვავებულობა გამოიხატებოდა ყოველთვის კანის ფერის გამო. ერთი მაგალითი არის მე და ჩემი მეგობარი ვიჯექით სკვერში ვიღაც უცხო ბეიბიამ გაიარა და ძალიან ხეშე შეხედა და ქართველი ვერ ნახეო მაგ მომენტში ვერ მივხვდი უბრალოდ მე რა თქმა ვიყავი ქართველი ვიყავი დაახლოებით 14-15 წლის ასაკში. მივედი მამაჩემთან და ვთხოვდი რომ სამიყვანე მეთქი ნიგერიაში, იმიტომ რომ მეგონა რომ ერთადერთი ადგილი იქნება, სადაც არ ვიქნებოდი განსხვავებული სხვებისგან. რაზეც მამაჩემმა მიპასუხა რომ შენ არ სადართ ახვალო, გასაკეთები შენ არ გაქვსო. საქართველოს არის შენი სახლი. მამაჩემის სიტყვები გავითვალისწინე და ჩემი ყურადღება გადავიტანე იმ ხალხზე, რომელიც სითბოს და სიყვარულს მონახებს. ჩემთვის ყოველთვის ქართველი ადამიანის მაგალითი
იყო დედაჩემი. ადამიანი, რომელიც არის თვინგახშილი, სიყვარულით სავსე და ტოლერანტული. მე მჯერა რომ აი სამი თვისება ქართული ერის სულში არის. ჩემი შეყვარებულიც არის ქართველი, უკარგესი გოგო არის და ერთნაირად ვაზროვნებთ. საპირისპირო სქესი რო ვიყო, აუცილებლად შევეცდებოდი რომ როიალისნაირი ყოფილიყავი. კეთიმ რაც თქვა ჩემზე ძალიან მესიამოვნა. მიხარია რომ მონაწილეებიც და მაყურებელი ხედავს მე ზუსტად ისეც როგორც სხვა. ადრე თუ მეგონა რომ პროექტში იმის გამო მომიყვანეს რომ ფერადკანიანი ვიყავი და უბრალოდ ესეთი სახით ჭირდებოდა დღეს ხვდები რომ მაგის გამო ეგ არ არის. შაბათს რაც არ უნდა მოხდეს, მე უკვე იმდენი რაღაც მივიღე ამ პროექტში ყოფნის დროს ხალხისგან, რომ ძალიან სიამოვნებს, მიხარია და ვამაყობ კიდევაც რომ ქართველი ვარ. ხალხს უყვარვარ და მონაწილეებსაც ძალიან შეუყვარდი იმის გამო რომ მე ვარ როიალ გოდვინი. რატომ უნდა დარჩე პროექტში მიმართე შენს მაყურებელს? არც მახსოვდა ეგ ინტერვიუ, ცოტა ემოციურად ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია რომ ჩემი გულში მატკივრები რაც არ უნდა მოხდეს დღეს, ხო? მე ვიღაც შეიძლება მოხდეს. არ მინდა რომ შეუძლიათ რამენაირად იმედი გამიცრუონ, იმიტომ რომ აი რავი, სათითაოდ თითებზე გაგოცეთ ყველას, ვინც და მივედეთ. მადლობ, როიალ. შემდეგი არის ლაშა მაზანაშვილი ნომრით 0903330302. ნახოთ ლაშას ვიდეო. გავიზარდე ძალიან წყნარ და მეგობრულ ოჯახში, სადაც ყველა წევრი ერთმანეთის მეგობარია და ყველა გადაწყვეტილება ხდება სამართლიანად. ეს არის ჩემი ჯგუფისალი გიორგი. გავართ? ცოტა მაინც. ხასიათებით გავართ ცოტა. ჩემნაირად სამართლიანია. გამიმართლა უბანიც ეგეთი მეგობრულია, ყველა ერთმანეთს უდგავართ გვერდში. წამოვედი ესე რომ მენახეთ თქვენ. კეთილი მონაწილე მე მგონი ლაშა. მადლობა. კიდე მე დავანახებ საზოგადოებას თუ ამ უბანს რა შეუძლია. გვერდში დგომა შეუძლია და სიმართლის დანახვა შეუძლია. და ვიცი რომ ჩემი უბანი, თემქა მიდგას გვერდში. ჩემი ფეთქებადი ხასიათის გამო, ამ ჩემი ემოციურობის და ანუ ზოგადად ისე ვაპარაკობ და აი ძალიან რო ბრაზდები უფრო ემოციური ხდები და სადღაც სიმართლე იკარგება და თქვით პირდაპირ. აი ეს რას პარტია რო შევქმენი, ეხლა არ გეგონოთ რომ პოლიტიკა მაინტერესებს რა. ხალხი არის ძალიან ცუდ დღეში, ვისაუბრებ კონკრეტულად პრობლემებზე. სამართლიანობა რომ მომწონს, ან ეგრევე სადე რომ რაღაც მასშტაბებისთვის რაღაცები მეთქვა და ესე უფრო მიმემართა რა, ესე რომ. ზოგადად ძალიან რაღაცა რომანტიკული ტიპი ვარ რა. ეხლა სიყვარულზეც ხშირად ვწერ ხოლმე ლექსებს. მაგრამ მხოლოდ ორი რჩეული მყავდა, გულის სწორი, როგორც მიჯნური მყავდა. ორივეს რაღაც დავშოვდი. ნუ უკვე 2 წელია და მეტის შეიძლება რა. მაგრამ სიყვარულზე მაინც ვწერ, იმიტომ რომ სიყვარული ზოგადად მიყვარს ამ თემაზე წერა და მგონია რომ სიყვარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. რას ფიქრობ მე? ძალიან კაი გადაცემაა რა. და თემზე რას ფიქრობ, თორე გადაცემა რო კაია მეც ვიცი. შენ რო ხარ მაგიტო გადაცემა რა. იგარ. ჩამოყალიბდნენ ესეთი ჯგუფი, ესეთი კარგი ადამიანების ერთობლიობა, სახელად მაზანისტები. ნუ მეორეებიც არიან მაზანელები. Facebook-ზე არის ჯგუფიც, YouTube-ზე არის ჩენელებიც, TikTok-ზე უამრავი აკაუნტია და ყველგან არიან. Page-იც აქვს, ყველგან არიან. Chat-იც აქვს, დაჟე სადაც უამრავი ადამიანია და ერთმანეთს რაღაც აზრებს უზიარებენ და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, ამდენი ადამიანი რომ დამიდგა გვერდში და მიდგას. და იმედია ერთად გავიმარჯვეთ. ლაშა
რატომ ვთვლი, რომ პროექტში უნდა დარჩე მიმარხე მაყურებელს? რატომ უნდა მომცენ ხმა ხედავენ და უბრალოდ მაყურებელს მინდა მიმართო, რომ მიიღეთ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება. აკო ხოშა. და შემდეგი მონაწილე არის გიორგი ნაზღაიძე ნომრით 0903030303. ნახოთ გიორგის ვიდეო. დედაჩემ ესეთი ფრაზა მითხრა ძალიან ადრე, რომ თუ უცხო ადამიანს მიიღებ ისე როგორც შენ საკუთარ ძმას ან დას, ეს არის ყველაზე მაგარი გრძნობა და მე ვთვლი და ვარ ბედნიერი იმით, რომ მე მყავს ესეთი მეგობრები, რომლებიც არიან ჩემი ძმები, ჩემი დები. ძალიან ერთგული მეგობარია, ძალიან ადამიანურია, ძალიან სამართლიანია და ძალიან უკონფლიქტოა. მინდა რომ ისეთივე ბუნებრივი იყოს, ისეთივე სასიამოვნო პიროვნება იყოს შოუშიც, როგორიც არის გარეთ მეგობრებთან, ჩვენთან. იმდენად მხიარულია და იმდენად დადებითი ადამიანია, რომ იმის ნახევარიც არ ჩანს ამ პროექტში, როგორიც რეალურად არის. ყველაზე მაგარი თვისება არის ის, რომ თავდადებული მეგობარია. წლები არ ქონდა სამსახური, ეძებდა სულ სამსახურს, არ ქონდა ის ფინანსური მდგომარეობა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ რითიც შეეძლო ყველა მეგობარს თუ ახლობელს ყოველთვის გვერდში ედგა და ამიტომ იმ პოზიციას, რომ გიორგი მეგობრობა არ იცის, ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ის მოგეხსენებათ, რომ არის მთიული, მთაში გასტილი, იქ ადამიანები არიან ძალიან მკაცრი, ძალიან ხისტები, მათთვის ემოციურად ძალიან კიდე თამოყვარეობა და ეს ღირსება მათთვის პირველ ადგილზე დგას. ფიქრობ, რომ უფრო თავდაცვის რეჟიმშია, ვიდრე აგრესიულია. თვითონაც ებრძვის ვიცი აი ამ თავის სიხისტეს თუ სიმკაცრეს, მაგრამ მგონია რომ ეს ყველაფერი ხელს არ შეუშლის მას წარმატების მიღწევაში და მგონია რომ ის ამ პროექტში უცებად მიზანს მიაღწევს. მე მინდა რომ რაღაცნაირად ისე ვიცხოვრო, მათ გვერდშიც მე ისევე დავდგე, როგორც ისინი ჩემ გვერდში არიან. გიორგი, მიმართე შენს მაყურებელს. მე მინდა მიმართო ჩემ მაყურებელს. მე ვარ ჩემი მიზნებისთვის და ამავდროულად უკვე იმისთვის, რომ ჩემი მაყურებელი, რომელიც ბევრი არიან და მიმესიჯებენ, რომ მათთვის ვიყო აქ. ესე იგი ადამიანების რაღაცა ნაწილისთვის, რაღაცა ჯგუფისთვის, როგორც გინდა ვუწოდოთ, მათთვის ვარ საინტერესო. და თუ თვლიან, რომ საინტერესო უნდა ვიყო, ისევ და უნდათ რომ აქ ვიყო, დამიმესიჯონ და მე მათ პირდები, რომ რაღაცნაირად შევეცდები, რაღაცები გამოვასწორო, რაღაცები გადავაფასო, მაგრამ მათთვის ეს ყოველი ეთერი, რომელიც გადის რუსთავი 2-ზე, იყოს მხიარული, სახალისო და საინტერესო. და მე მინდა აუცილებლად გითხრა, რომ სწორედ ამ წამს Facebook-ის საშუალებით 26,000-ზე მეტი ერთდროული მაყურებელი ყავს Prime House. იუათოთ მეგობრებო, უამრავი ადამიანი გვადევნებს თვალყურს და სწორედ ამიტომ ახლა მინდა მოვიწვიო ჩვენი სოციმედია მენეჯერი გიორგი ნაჭყებია. გთხოვ გიორგი. გამარჯობა. გამარჯობა მარიამ. მადლობა მოწვევისთვის. მოგვიყევი რა ხდება ჩვენს სოციქსელებში. ჩვენ სოციქსელებში ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. შენ გამოაცხადე, რომ ერთდროულად გვიყურებს 26,000 ერთდროული მაყურებელი, მაგრამ მინდა დავამატო, რომ დამატებით YouTube-ზე გვიყურებს 8,000 ადამიანი. ამიტომაც ერთდროულად უკვე 33,000-ზე მეტი მაყურებელი გამოვიდა. თან გვაქვს ასეთი სიახლე. უკვე ჩვენი ყურება შეიძლება TikTok-ზეც და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც შეუძლია მაყურებელმა თვალი გვადევნოს TikTok-ზე. TikTok-იც დავიწყარეთ. და აგერ ჩართული მოხდა უკვე თითქმის უკვე ავედით 27,000-მდე Facebook-ზე, ეს უკვე ახალი რეკორდი არის. ძალიან მაგარი შედეგია ნამდვილად. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მაყურებელს, რომ სულ გვიყურებთ, თვალს გვადევნებთ. ეს ჩვენი Prime House-ის შოუ, რომ ასეთი რეიტინგული არის მათი დამსახურება. დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს ყველაზე პოპულარული რომელი ვიდეო იყო ამ კვირაში. მინდა ერთი ვიდეო გაჩვენოთ, სადაც როიალი ცეკვავს ქართულ ცეკვას და მოდი დავტკბეთ. აი ასე წარმატებით გამოსდის ქართული ცეკვა.
მრავალმხრივ ნიჟერი. რამდენი ნახვა აქვს მაინტერესებს? დაახლოებით 200.000 ნახვა აქვს და ასევე დავამატებ ერთ რაღაცას, რომ ჩვენს ჰეშტეგს TikTok-ზე აქვს დაახლოებით უკვე 79 მილიონი ნახვა, მალე იქნება 80 მილიონი, როგორც აიარჩენა ხედა. 80 მილიონი იქნება ძალიან მალე. მეგობრებო, ეს არის 80 მილიონი, არ დაგავიწყდეთ, 80 მილიონი. დიდი მადლობა, გიორგი. მადლობა. მე კი შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წამში უკვე გავიგებთ თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული, შემდეგ გავიგებთ თუ ვინ შეარჩია ჟიურიმ და ავტომატურად, რა თქმა უნდა, გავიგებთ თუ ვინ დატოვებს პროექტს. და რამდენიმე წუთი რჩება უკვე შედეგის გაგებამდე, ასე რომ მიაქტიურეთ, რამდენიმე წამი გაქვთ კიდევ ხმის მისაცემად და მე ვიწყებ ათვლას. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. უკვე შეგეცვალათ სახეები და ვხედავ, რომ ყველანი ღელავთ. რა თქმა უნდა, მონაწილეებიც ელოდებიან ვერდიქტს. ვაშა, მეორედ სიხარ უკვე აუთსაიდერის კამზე. ეხლა უფრო ღელავ თუ მაშინ უფრო ღელავდი? ახლა უფრო ღელავ. რატომ? მაინც კონკურენცია ვაღიაროთ, რომ დიდია. ნამდვილად, მადლობა. როიალ, შენ პირველად მოხდი აუთსაიდერის კამზე. როგორი შეგრძნება? რაც არ უნდა მოხდეს, მე იმდენი რაღაც მივიღე ამ პროექტში, ხალხი და ხალხის სიყვარული, რომ მოგებული ვარ ყველანაირად. მადლობა. და გიორგი, არ არის პირველი შენთვის ეს მდგომარეობა. ახლა რამე განსხვავება ხო არ არის წინა აუთსაიდერობებისგან? მე ვთვლი, რომ არავის არ უსურვებ, ჯერ ერთი ამდენჯერ სკამზე მე ვიტყვი, რომ მივეჩვიე ემოციას ადრე განვასწრებ. გასაგებია. სულ რამდენიმე წამში გავიგებ თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, რადგანაც დღეს განსაკუთრებულად დიდი იყო კონკურენცია, დღევანდელ დღეზე ძალიან დიდი მოლოდინია. ვიცით, რომ სამივე მონაწილე საკმაოდ აქტიური გულშემატკივრები ყავს და ისინი ყოველდღიურად იმატებენ თავისი გულშემატკივრების რიცხვს. როგორც ხედავ, მონაწილეებიც ღელავენ უკვე ძალიან, რადგანაც არ იციან თუ ვინ დაბრუნდება სახლში დღეს. და სწორედ დღეს ისინი უკვე 10 დარჩებიან. საინტერესო არის ძალიან ვინ იქნება. და მინდა რომ თქვენგან ვიკითხო. ანი, როგორ გაამხნევებდი ახლა გიორგის? ალბათ გიორგის ავარაუდოთ. მე მაინც მგონია რომ გიორგის უფრო გაამხნევ. მე მინდა რომ გიო, სულხა რომ მაგრად დგეს, სადაც 2, იქაც მესამე. ძალიან მიყვარს. ძალიან. ატრიკ, შენ რომელ მონაწილეს გაამხნევებ? რომელ მონაწილეს გაამხნევებ? სამივეს გავამხნევებ, მაგრამ ჩემთვის მაინც როიალი არის ჩემი მეზობელი და მინდა რომ ჩემთან იყოს დარჩეს და აუცე, შენც უნდა კითხო მაგრამ ანალოგიურად კლაშას და გიორგისაც წარმატებები მეც ვიყავი. წარმატებას, მაგრამ მე ჩემი რუმეითი უნდა გავამხნევო ლაშა შენი. კარგი, უნდა შეგაწყვეტინოთ, რადგანაც ახლა მატყობინებენ, რომ აქამდე არსებული ყველა ხმის მიცემის რეკორდი მოხსნილია დღეს. დღეს აი ამ სტუდიაში ჩვენ კიდევ ერთი რეკორდი მოვხსენით და მე ახლა გეტყვით. სულ შემოსულია სიმართლე თუ გაინტერესებთ. ამ დროს კი თამაშობენ, მაგრამ მართლა არ უნდა თამაშობ, ისეთ ციფრს კარნახობენ ახლა ყურში. ოკეი. სულ შემოსულია 1,295 ხმა. ხალხო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის 1,117,295
95 ხმა. აბსოლუტური რეკორდი არის ეს, მეგობრებო. არ ვიცი, უფრო ავღელდი. ეს არის ჯამი სატელეფონო ზარების, SMS-ების და Facebook Messenger-ში მოსული მესიჯების. მათი ჯამი არის 1,17,295. და ამ ხმების უმრავლესობა 50 77 მეასედი მიიღო და პროექტი რჩება გიორგი ნატაიძე გიორგი გივასავ დაუბრუნდი მადლობა ხალხო ძალიან დიდი მადლობა უღლესი მადლობა ყველას ძალიან დიდი მადლობა ხალხო ყველას დიდი მადლობა აი მართლა ძალიან დიდი მადლობა კონკურენცია მართლაც საოცარი იყო, რადგანაც რეკორდული ხმების რაოდენობა დაფიქსირდა დღეს და ამ ხმათა უმრავლესობა მიიღო 50,77% მიიღო გიორგი ნატაიძემ და გიორგი დარჩა პროექტში და ახლა კი უკვე ჟიურის ვერდიქტის დროც დადგა. როგორც ხედავს ჟიური ჯერჯერობით ჭობს, ნინუს აქ სჭირდებათ კიდევ დრო? არა, იდეაში სართულიანი რა, აი ორი ძალიან კარგი ადამიანია და არც ერთის გაშვება. საკმაოდ რთული არჩევანი გიწევთ მესმის. ძალიან დადებითი, აი მკვეთრად გამოხატული დადებითი თვისებები, უფრო უკონფლიქტოები, ყოველთვის ცდილობენ რომ გაახვნეონ მეგობრები და აი კი მივიღეთ გადაწყვეტილება. მზად ხართ რომ დაასახელოთ ვერდიქტი? ოღონდ აი მინდა რომ სწორად გამიგოთ რა მართლა გეუბნებით ორივე ხართ თანაბარი დონის ძალიან კარგი ადამიანები და აი რომ შეგვეძლოს არც ერთს არ გაგიშვებდით, მაგრამ თამაშია, პროექტია და აუცილებელი, ამიტომ აი მაყურებელს მინდა მიმართო რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იაქტიუროთ რა. რა თქმა უნდა. თქვათ რომელი იტყვის? გისმენთ? პროექტში დარჩება როიალი. და რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა ბაზანაშვილი ავტომატურად ეთიშება პროექტ Prime House. მე გემშვიდობებით ძალიან სასწაული შოუ იყო დღეს ნამდვილად. Royal გილოცავ. და შეგახსენებთ, რომ ყოველ საღამოს რუსთავიორის ეთერში 23 საათზე უყურეთ Prime House, ხოლო შაბათ ჩვენ შევხვდებით ლაივში 22 საათზე. ჰეი! რაები!